მოგესალმებით კიდევ ერთხელ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი საღვთო ისტორიის შესახებ, რომელიც ძველი არხის წიგნებში ასახული ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვარ სწორედ ჩვენ წინა შეხვედრაზე საუბრობდით იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე, როგორც გახდათ აბრაამის წიაღში, აბრაამის ოჯახში უпроსწორედ ვაჟის დაბადება, დაიბადა ისმაელი და რამდენჯერმე მომიწევს ამის ხმა, მაგრამ ახლავს ვიტყვი ეპოქალური სულიდან გამომდინარე, იმდროინდელი ესე იგი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ნიშნულია ის, რომ ახალშობილი წული, ანუ ახალშობილი ვაჟი არ აქვს მნიშვნელობა ეს ვისთან და როგორ თავისთავად იგულისხმება ზედა სოციალურ ფენა და არა მონამხევლების ფენა. ახალშობილი ვაჟი პოტენციურად გააზრებულია როგორც მამამთავარი. რაღაცა ტომის, რაღაცა მოთქმის, რაღაცა გვარის მამამთავარი. საკითხის მეორე მხარეა ის რამდენად მრავალრიცხოვანი იქნება, რამდენად დღეგრძელი იქნება, რამდენად მრავალწლოვანი იქნება და რამდენად მოიკიდებს ფერს რაიმე სამკვიდრებელზე, მაგრამ ვაჟი, ახალშობილი ვაჟი ამათ არის გაგებული. მით უმეტეს აბრაამის ოჯახში იქნება ეს ასე წარმოდგენილი, ჩვენ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, ვინაიდან აბრაამს მიუხედავად იმისა, რომ სარას გარკვეული კონფლიქტი უჩნდება თავის ხევალ ქალთან და ზოგადად ამ მდგომარეობის შეგუებას ის ბოლომდე ვერ ითავისებს, მიუხედავად ამისა, ისმაელი მოაზრებულია იმად, რომელმაც უნდა იმემკვიდრეოს მთელი ის კურთხევა, რომელი კურთხევაც აბრაამის წრე ოჯახშია გაცხადებული. ამას ცოტა მოგვიანებით აბრაამი კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ამოლოდის და ძალიან საინტერესო წარიმართება აი ეს თხრობა. ახლა ჩვენ რაღაც აზრით შევეხეთ, ძალიან მოკლედ შევეხოთ იმას, აზე ჩვენ წინა ლექციაზე უკვე ვისაუბრეთ, ჩვენ გაგახსენებთ თქვენ წინა ლექციაზე ღმერთმა აღთქმა როგორ დაუდო აბრაამს, დახლეჩა ცხოველები და ცეცხლით გაიარა აი ამ დახლეჩილ ცხოველებს შორის და ჩვენ ვთქვით, რომ შემდგომ ესე იგი აბრაამ ამ დახლეჩილ ცხოველებს შორის არ გაიარა და ამ დახლეჩილ ცხოველებს შორის გავლის მაგივრად დაწესდა, საპირწონედ დაწესდა წინადაცვეთა და ის სწორედ აი ახლა ისმაელის შობის შემდგომ, როდესაც ისმაელი 13 წლის არის, წინადაცვეთა დაწესდება ახლა, ანუ 13 წელია გასული იმ წინა გამოცხადებასა და ამ გამოცხადებას შორის, რომელსაც ახლა შევეხები და აი ეს წინადაცვეთა წარმოდგენილია აბრაამის წიაღში, აბრაამის ოჯახში, როგორც აღთქმაში, ანუ ხელშეკრულებაში, ანუ აი ამ კონტრაქტში თანამონაწილეობა, ანუ აბრაამის შემდგომ, რომ უნდა წინა დაიცვას აბრაამის ყოველმა მკვიდრმა 8 დღის ასაკში, გულისხმობს არა რაღაცა სხეული და რაღაცა ხორცის წარკვეთას, ან და რაღაცა ქირურგიულ ოპერაციას, არამედ ამ გულისხმობს, რომ აბრაამთან ერთად თანაკონტრაქტორი ხდება ღმერთთან, აი იმ პირობებისა, რა პირობებზეც საუბარი იყო. შეგახსენებთ, რა პირობებზეა საუბარი, უწინასხმელია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აბრაამის მოთქმიდან გამოვა ვიღაცა, რომლისაგანაც ქვეყნიერების ყველა მოთქმა, ყველა ტომი იქნება კურთხეული, ეს მესიანური ნაწილი და მარადიული ნაწილი აბრაამთან დადებული ხელშეკრულებისა. ამის შემდგომ მოდის ისტორიული მხარე, რომ აბრაამი გამრავლდება, მისი მოთქმა უცხო ხალხის მონობაში იქნება, ღმერთი ძლიერი ხელით გამოიყვანს და ამ ხალხს დასჯის და აი თავის ხალხს შემოიყვანს და დაასახლებს ამ მიწაზე, ანუ შეუქმნის რაღაც სახელმწიფოებრივ იმას, რა ქვია, ელემენტს შესაბამისად, ეს არის ღმერთის მხრიდან დადებული პირობა, ანუ კონტრაქტორი, ერთ-ერთი კონტრაქტორი მხარე ამ პირობას დებს, ხოლო მეორე მხარე, ანუ აბრაამის მხარე დებს პირობას, რომ მას არ შეეშლება და ემახსოვრება, რომ სწორედ ეს ღმერთია, რომელმა ღმერთმა გაამრავლა, ეს ღმერთია, რომელმა ღმერთმა ტანჯვიდან გამოიხსნა, ეს ღმერთია, რომელმა ღმერთმა სახელმწიფო შეუქმნა და აი ამ მიწაზე დაასახლა. სხვაგვარად რო ვთქვათ, ეს ის ღმერთია, რომლისაგანაც აბრაამის მოთქმაში ყველაზე მნიშვნელოვან აღქმას ელოდებიან, რომ მისგან უნდა მოვიდეს ვიღაცა ისეთი, რომელიც კაცობრიობის ყველა ტომს და ყველა მოთქმას აკურთხებს. აი ეს, როგორც გითხარით, ეს თანაკონტრაქტორობა ამ წინადაცვეთაში გამოიხატა, წინადაცვეთის დადგენაში გამოიხატა აბრაამისა და აბრაამის მოთქმის მხრიდან. ახლა ზოგადად წინადაცვეთასთან დაკავშირებით აზრი არის ცოტა არ იყოს გაყოფილი და რამდენიმე აზრიც არის ამასთან დაკავშირებით. ნაწილი აი ყველაზე არაარგუმენტირებული და ყველაზე მიუღებელი აზრი, რომელიც მე კი შემხვედრია ამასთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ აბრაამმა წინადაცვეთის ეს რიტუალი წამოიღო ეგვიპტიდან და იმისათვის, რომ ეს წარმართული ჩვეულება რაღაცნაირად
როგორ გითხრათ, წარმართებთან გარევის საშუალება არ გამხდარიყო და რაღაცნაირად ეს წარმართული ტრადიცია გაკეთილშობილებული იყო, ამიტომ თითქოს და ღმერთი ეცხადება აბრაამს და აი ამ წარმართული რიტუალის გაკეთილშობილების თვალსაზრისით ნებას რთავსო კაიო, აკ ახალ ჩემგანა გაქვს ნება დართულიო და გააგრძელი ამ ტრადიციის შესრულება. ეს იმდენად არაპოპულარული, იმდენად ზედაპირული და იმდენად უშინაარსო ის რა ქვია დამოკიდებულება იმ თხრობასთან, რომელიც თხრობას არა მარტო წმინდა წერილში გვაქვს, არამედ ისტორიულად წყაროებში გვაქვს მოცემული, რომ ალბათ მსგავსი აზრის გამომთქმელი უბრალოდ ცდილობდა რაღაცა განსხვავებულ ზოგადად ამბოლოდ რომ შეინიშნება ეს ის რა ქვია ტენდენცია, რაღაცა განსხვავებული თქვა, რაღაცა ისეთი თქვა, რა ქვია სკანდალური თქვა, რომ რაც შეიძლება დიდი ავტორის ყურადღება მიიქციო და იონე ოქროპირიამოს ერთ ხადაგებისას ზოგიერთი ოღონდ რაღაცი თავი წარმოიჩინონ და რაღაცა განსხვავებული თქონდა ისეთ რაღაცას ამბობენო, არც უკვირდები არას ლაპარაკობენო. მე ეს შეხვედრაზე მითხრა ძალიან საინტერესო რაღაცა, რომ თვითონ სკანდალო, რომელსაც ესე ვთქვათ აფიშირებენ და რომელთა თავი წარმოდგენა უნდათ აი ამ იმას აქ ზოგიერთ თანამედროვე ზოგს თეოლოგია თუ ზოგიერთი ვინ არის ამ მაინტერესებს. აი თვითონ ეს ტერმინი ფიქსირდება წმინდა წერილში და რაღაც აზრით მოციქულების სკანდალონით, ანუ სკანდალის ხადაგებით არიან ცნობილები და ამ სკანდალის ხადაგებით არიან ესა რა ქვია დაკავებულები, მათი მისიოლოგია სწორედ ამ სკანდალს ეფუძნება. თუმცა გვავიწყდება ერთი რამე, რომ მოციქულები ამ სკანდალის გავრცელების შედეგად, ანუ სკანდალი რომელიც გულისხმობდა ღმერთის ჯვარცმას და მის სიკვდილს და შემდგომ აღდგომას, მოციქულებს ამ ხადაგებისათვის ელოდებოდათ სიკვდილი და ტანჯვა და ამაზე მიდიოდნენ, როცა ამ სკანდალს ავრცელებდნენ, ხოლო დღევანდელ დღეს, როდესაც წმინდა წერილი და რაღაცა თითთან გამოწვეული რაღაცა იდეების აფიშირება გინდა, რაღაცა განსხვავებული თქმა გინდა და ამით თავის დამკვიდრება გინდა საზოგადოებაში და რაღაცა ემოციებს კრიბავ საზოგადოებიდან, ამ სკანდალისათვის განსხვავებით მოციქულებისაგან და მისიონერებისაგან ელოდები რაღაც ტაშ და ელოდები ოვაციებს. აი ეს არის განსხვავება იმ სკანდალის ხადაგებას შორის, რასაც ხადაგებდნენ მოციქულები და იმ სკანდალის ხადაგებას შორის, რასაც დღეს ხშირად შეიძლება ვიღაცა ამბიონიდანაც კი ხადაგებს. შესაბამისად წინასწარ ელოდება ეკლესიას რამდენიც გინდა აგინებ ვინოს გიქ. ხო, თავისთავად არა, საქმეც ეს არის, უბრალოდ მე ახლა არ მინდა ძალიან გავაგრძელოს, თორე ამ ბოლო დროს აი თქვა იყო ხო ჩვენ ქონდა საუბარი, სამწუხარო ფაქტი იყო, როდესაც სამტრედიაში გარდაეცვალა გერჩის ხო, რა ქვია, წევრი და დაისვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, წესი უნდა აიგო თუ და ბევრმა სასულიერო, ბევრმა ახლა მართლა ძალიან ბევრმა არა, მაგრამ დაფიქსირდა ასე რომ რაღა დროს ახლა ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი შეტევა და რა დროს ის არის საქმეა, ამაზე იყო წესი აიგოთ, მაგრამ ამ იმისათვის როგორ შეიძლება ასე ამბიონი და ჯერ ამ სიტყვის თქმა. მე მეორე როდესაც წესის აგებაზე საუბრობ იმაზე, ვისთანაც პრინციპში რელიგიური შეუთავსებობა ქონდა ეკლესიას. რას ფიქრობ ამ დროს რაღაცა სკანდალური თქმა გინდა თუ იმის სულზე ზრუნავ, ვისთანაც ეს წესის აგების ისა გაცილებით მძიმედ იქნებოდა. ანდა არის იყო ლევან ასეთი ისინის დაწერეს ასეთი რაღაცას თითქოს და ისო წესის აგებაო საიდუმლო არ არისო. რანაირად ახლა მაშინ ხელისფათური ყოფილა, რა შეჭირდება მოდელი ამ წესის აგების აგება თუ საიდუმლო არ არის. ხო, არა. დაუძახე მაშინ 1000 მოწავე რაზე წავ. ხო, თავის ხდება ისლამის მიღება. ორი მოწმე ჩვენ პატივისცემთ ყველა რელიგიას, მაგრამ ორი მოწმე მუსულმანის გვერდზე უნდა თქვა, არ არის ღმერთი გარდა ალლაჰისა და მუჰამედი არის მოციქულებისა და დამთავრდა მუსულმანი. და ეხლა შენ თუ თქვი რომ აღარა ვარ მართლმადიდებელი და ვარ გირჩის და იგივე ახვედი აღარა. არა, მე ისე თქმა მინდა იცი რომ აი ეს სკანდალონი მე ცოტა სიტყვა კი გადამიცდა ახლა ძირითადი თემისაგან, მაგრამ ოღონდაც იმას აქნან რა ქვია, რაღაცნაირად აზრი დააფიქსირონ ან ეკლესიის წინააღმდეგ ან რაღაცა ტრადიციული აზრის წინააღმდეგ თავი გამოიჩიო რაღაცა თვითონ განსაკუთრებული თქოს აღარ უკვირდებიან რას ლაპარაკობენ. და ეს ზოგადად თვისობრივია ნიშნეულია, როგორც გითხარი თავის ძოზე ოქროპირიც აქცევდა ამას ყურადღებას, უბრალოდ მე რატომ ამბობ ეს რატო გადამიცდა სიტყვა რომ აი წინადაცვასთან დაკავშირებით იმდენად არაპოპულარული და იმდენად არაპოპულარს არ უნდა ვიხმარო ეს ტერმინი, იმდენად შეუსაბამო, იმდენად უშინაარსო აზრია ამ ნიშნით გამოთქმული, რომ ის ოდნავ კრიტიკასაც ვერ უძლებს. წინადაცვათა თავისთავად ცხადია იყო სხვა ხალხებშიც, ჰქონდათ ეგვიპტელებსაც, მაგრამ ყველგან წინადაცვათა იყო რაღაცა რიტუალის, რაღაცა ინიცირების მანიშნებელი, რაც გულისხმობდა იმას, რომ წინადაცვათა ეხებოდა არა ყველას, არამედ გარკვეულ კასტას, გარკვეულ ნაწილს, რომელიც უნდა შესრულებულიყო აი ამ
ნაწილში. აბრაამის შემთხვევაში კი წინადაცვეთა სრულდება აბსოლუტურად ყველა მამაკაცზე. აბსოლუტურად ყველა მამაკაცზე. ანუ აქ რაღაცა განსაკუთრებული კასტის, ანუ მთლიანად ეს ხალხი ამ ნიშნით ვიღეთ, მთლიანად ეს ხალხია განსაკუთრებული. ცოტა მოგვიანებით ჩვენ ტერმინს მივახსენებთ ყურადღებას და ვიტყვით, რომ ისრაელი ხასიათდება ამ ტერმინით ხალხშია და ხალხში არის რაცხება. ანუ ჩვეულებრივი ტომია, მაგრამ რაღაცით განსხვავებული ამ ჩვეულებრივისაგან, რაღაცით განსაკუთრებულობს. ამას ცოტა განში მივაყენებ, ცოტა ხანში ამას მივახსენებთ აუცილებლად ყურადღებას ამ ჩვეულობის დეტალს წარმოვადგენ, წამოვწევ წინა პლანზე, რას გულისხმობს წმინდა წერილის ჩვეულობაში, ყოველ შემთხვევაში ერის ჩვეულობაში, რომელიც ისრაელს ხვდა წილად. რას ნიშნავს შეიძლება კითხვა სანამ გავგებნა? რას ნიშნავს საფრთხის მეტყველო თვალსაზრისით, როგორც იუდეველებთან, მე ჩვენთან, წინადაცვეთთან? ხო, მაგას რატო უქმდება ეს მე? ხო, აგ მაგაზე უნდა გადავიტანო, უბრალოდ რისი თქმა მინდოდა, რომ ეს წინადად, ხო და მეორე რისი თქმაც მინდა კიდე აუცილებლად, ხო? ეს რა ქვია იმას. ჩვენ სულთა მეცნიერული თვალსაზრისით ვერანაირად ვერ ვიტყვით. ჯერ სად იყო წინადაცვა და ჯერ სად არ იყო წინადაცვა. საიდან წავიდა და ვინ საიდან გადაიტანა. რაღაცაზე თუ დაუკვირდებით, ხო, შესაძლებელია პირიქით აბრაამის წიაღში დაწყებული იყო სწორედ წინადაცვა და მერე გავრცელებული იყო. აი ეს ისა რა ქვია, სხვადასხვა ხალხებში უბრალოდ რაღაცნაირად ის არის რაღაცნაირად ის არის რაღაცა ტონალობა ასეთი რომ თითქოს და ითქვას რომ აბრაამის წიაღში რაღაც წარმართული დეტალი შევიდა და ეს წარმართულიც კი შესაძლებელი იქნა. თავისთავად ცხადი ეს ასე არ არის და ამიტომ გავაგზავნე ამაზე საუბარი. წინადაცვეთას აბრაამის წიაღში აქვს კონკრეტული დანიშნულება, ეს არის იმ აღთქმაში შესვლა, რომელიც აღთქმას დაუდო ღმერთმა აბრაამს და აბრაამა რა პირობას დადო ღვთის წინაშე, ანუ თანაკონტრაქტორობა, ხელშეკრულების თანამშრომლობა, რომელიც ხელშეკრულებაზე ჩვენ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ. ახლა თვითონ ეს წინადაცვეთის მომენტი ძალიან საინტერესოა. თაობიდან თაობაში სამარადისოდ გქონდეთ. აი ასეა პირდაპირ წარმოდგენილი წმინდა წერილში და შესაბამისად აბსოლუტურად გასაგებია, რომ თაობიდან თაობაში და სამარადისოდ გქონდეთ გულისხმობს იმას, რომ ეს რიტუალი არ უნდა შემწყდარიყო და არ უნდა გაუქმებულიყო. თუმცა იმავე წიაღში, იმავე ძველი აღთქმის ეკლესიის წიაღში ჩვენ ხვდებით არაერთ მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ წინადაცვეთა, რომელიც აღესრულება გარეგნული წესით, რაღაცა აზრით მნიშვნელობას კარგავს მაშინათვე, როგორც კი შინაარსისაგან დაიცნება. ანუ რაღაცა აზრით ის აღარ აქვს მას მნიშვნელობა, მას შემდეგ რაც მას შინაარსი გამოიცლება. უწინარეს ყოვლისა გვახსენდება წმინდა პავლე მოციქული, რომელიც სვავს კითხვას: აბრაამს სიმართლედ რა შეერაცხა? რწმენა წინადაცვეთამდე თუ წინადაცვეთილების შემდგომ? და პასუხობს თვითონ ჩვენ წინა შეხვედრაზე გავიარეთ, ხო? რწმენა აბრაამზე შეერაცხა მას სიმართლედ, ეს არის ნათქვამი. როდის არის წინადაცვეთა დადგენდება და პავლე ამაზე აკეთებს აქცენტს, რომ ის საქმე ღმერთთან წინადაცვეთა თვითონ ასეთ როგორც ასეთი რიტუალი არ არის გამსაზღვრული იმ ურთიერთობისა, რა ურთიერთობაც ჰქონდა აბრაამს და შესაბამისად მის მოდგმას უნდა ჰქონდეს ღმერთთან. წინადაცვეთაში რაღაცა სხვა რამედებს, რაღაცა მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა იყოს გაშინაარსებული. იგივე პავლეს გავყვებით, თუმცა პავლესთან ერთად ყურადღებას ვაქცევთ ისევ წმინდა წერილის სიტყვებს, ისევ ძველი აღთქმის ეკლესიის წიაღში წარმოდგენილ მოწყობილს იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი მოღვაწეები და როდესაც ეს საჭიროება იქნებოდა, პირდაპირ ამბობდნენ, რომ თქვენი გულები წინა დაუცვით ღმერთს, ანუ წინადაცვეთის შინაარსი ხდებოდა იმ ორგანოდან, რომელ ორგანოზეც აღესრულებოდა, ამ ორგანოს გაშინაარსებაზე იყო საუბარი, წინადაცვით აღესრულებოდა ამ ორგანოზე, არა იმიტომ რომ რაღაცა პრინციპული იყო მნიშვნელობა, არამედ წინადაცვეთის აზრი უნდა შესულიყო გულში, ანუ გულით გაშინაარსებულ წინადაცვეთაზე უნდა ყოფილიყო საუბარი. გული წინა დაუცვეთელნი ხართ. ამას ეუბნება წინასწარმეტყველი ამ ხელს იმ იუდეველებს, რომელსაც წინადაცვეთა შესრულებული ჰქონდა და ამ რიტუალის მიღმა არ იქნენ. მაგრამ ამაში არაფერი იხილვებოდა წინასწარმეტყველი ამბობს, არაფერია ამაში მისაღები და არაფერი ამაში საქებარი. შენ რო წინადაცვეთილება მიღებული გაქვს, სამაგიეროდ გული არ გაქვს წინადაცვეთილი, ანუ აი ეს ყველაფერი უნდა გაშინაარსებულიყო და რაღაცა მეტი იმალებოდა ამ რიტუალის უკან, ვიდრე რაღაცა ხორცის მოგლეჯვა იყო, ეს რა ქვია, მარტივად ხორცის რაღაცა ნაწილის მოგლეჯვა იყო, ამას წინდაცინ ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეკლესიაში მიუთითებდნენ. თავისთავად ცხადია, ისე სამოციქულო სწავლებას მიუყვებით და წმინდა მამათა ლიტერატურაში ნათქვამ იმ კრილი ალექსანდრიელი აქცევს ამას განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ ჟამთა სისავსის შემდგომ, როდესაც მაცხოვარმა იტვირთა ღმერთმა იტვირთა კაცობრიობის სოდვები და ყველა სნეულება, სოდისმერის სნეულებისაგან განკურნა ეს სნეულების მესვია მოიღო მისგან, წინადაცვეთილება ეს
აი ეს რიტუალი დასრულდა და ის გაშინა და ისევე როგორც უნდა გაშინა არსებულად გაებოთ ეს თავის დროზე და წინადაცვეთის წილ მივიღეთ ნათლისღების საიდუმლო ნათლისღების საიდუმლო რატო აკეთებენ ამაზე აქცენტს იმდენად რამდენადაც წმინდა წერილში ნათქვამი ასეთი სიტყვები რომ ვინ წინ არ დაიცვითება ა ブラ ამის მოდგმაში არა მარტო ა ブラ ამის მოდგმაში არამედ ისინიც რომლებიც ვერცხლით იქნება ნაყიდი ა ブラ ამისაგან ან და მდგმურად და მსხემად იქნებიან მოსული ა ブラ ამთან საცხოვრებლად ისინიც კი ვინც აი ამათაც ეხებათ ესესი უნდა მოიკვეთონ და უნდა გაგდებული იქნენ აი ამ წიაღიდან შესაბამისად როგორ ამ ეკლესიაში ასიან ნათქვამი და ასეც არის რომ როგორც წინა დაცვეთა იყო აუცილებელი ანუ კარიბჭე იმისათვის რომ ა ブラ ამის მოდგმის ანუ ძველი აღთქმის ეკლესიის წევრი გახვდელიყავი ასევე ახალი აღთქმის ეკლესიაში მისი მემკვიდრეობით მიღებული რიტუალი რაც არის ანუ არა გაგრძელება არამედ ის რითაც გაშინა არსდა ეს რიტუალი ანუ ნათლისღება არის ის კარიბჭე რომელი კარიბჭეში შეუშლესადაც ეკლესიის წევრი ადამიანი ვერ გახდება ახლა ნათლისღებაზე როცა ვსაუბრობ ჩვენ ძალიან შორს შეიძლება წაგვივიდეს სიტყვა და მთავარ თემას მოვწყოთ მაგრამ წინ მინდა ვთქვა რომ მაცხოვრის სწავლება მაცხოვრის მითითება იმასთან დაკავშირებით რომ ვინც მეორედ არ იშვება ის ცათასასუფეველში ვერ შევა სწორედ ამას უკავშირდება რომ ნათლისღების ემბაზის შობა ნათლისღების ემბაზიდან ამოსვლა ანუ მეორე ჭობა ანუ ქრისტეს შემოსვლა ანუ ჩემი დასნეულებული ბუნების წინ იმ ბუნებით შემოსვლა რომელ ბუნებაში სულიწმინდის მადლის მოქმედება მაცხოვრებლობითად უკვე ხდება შესაძლებელი არის აუცილებელი იმისათვის რომ ჩემში საფრთხო ენერგიები მოქმედდეს მაცხოვრებლობითად ანუ მე თუ არ მოვინათქე ანუ ემბაზის წყლებში თუ არ მივიღე ის ბუნება რომელი ბუნებაც განკურნა ქრისტემ რომელ ბუნებაში სულიწმინდის მოქმედება აუცილებლად მაცხოვრებლობითად შეიძლება მოქმედებდეს თავისთავად ხადია ცხონებაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ანუ ნათლისღების წყლები სწორედ ამიტომაც ემბაზი სწორედ ამიტომაც არის ის აუცილებელი საშუალება რაც ეკლესიაშია დადგენილი საფრთხო ენერგიებთან ურთიერთობისათვის. ანუ ენერგიებთან ურთიერთობაში რაც გულისხმობ, რომ საფრთხო ენერგია მაცხოვრებლობითაც მოქმედებდეს ჩემში შიგნით. ახლა წინა დაცვეთას აქვს კიდევ ეს მისის ასე სიმბოლური ალეგორიული გააზრება, სახეობრივი გააზრება ამ იმისა, რა ქვია, რიტუალისა, მაგრამ ფიქრობენ რომ მას რაღაც სამედიცინო დანიშნულებაც უნდა ჰქონდეს, სულთა ფიზიოლოგიური. რა და როგორ ამას კონკრეტულად ვერ გეტყვით, ну ზოგადად ჰიგიენაზე მიუთითებენ და ზოგადად მიუთითებენ რაღაც ავადმყოფობების პრევენციაზე, რომელიც შეიძლებოდა გავრცელებულიყო იმ შემთხვევაში, თუ კი აი წინადაცვეთა არ იქნებოდა მიღებული და რაღაც ასე ვთქვათ, სამედიცინო ნაწილსაც გულისხმობენ, რომელზეც მე ვერ ვისაუბრებ და ნამდვილად რაც არ ვიცი, მაგრამ აზრი ამასთან დაკავშირებით გამოთქმულია და ესეც საინტერესოა რაღაცა ასეთ. ამერიკის თანამედროვე იმპერიაში ყველა წინა იცვლება სწორედ მამის სამედიცინო ყველა ბიჭი და სულიად ურწმუნო ათეისტი არ აქვს მნიშვნელობა რომელი დენომინაციის ქრისტიანია ბავშვებს წინ იცვეთენ სულ როგორც ყველა სწავლენ მე სულ მუსლიმია არა აქვს ხო საინტერესოა არა ჩვენ რჯულში ვხედავთ ბევრი ისეთ საქმეა ისეთ მოთხოვნას რომელიც აი პირდაპირ ვიტყვი რომ არის არაიმდენი რიტუალურად არის გაგებული, მაგრამ სულთა ჰიგიენური და სამედიცინო კუთხით არის წარმოდგენილი. აი ესეთ დეტალებზეა საუბარი, რომელიც აი ვერანაირ საკრამენტალურ მხარეს ვერ გაგულვებინებს, თუ რაღაც ძალდატანებით რაღაც აზრი თუ არ ჩადეს შიგნით, ხო? პირდაპირ ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების ამას სრული გულწრფელობით ვამბობ, მაგრამ აი წინა დაცვასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა იგულისხმება, ამის თქმა არ შემიძლია და უბრალოდ ნამდვილად არ ვიცი. ახლა ამ გამოცხადებაში რა არის მნიშვნელოვანი და რა არის ძალიან საინტერესო. მეგობრებო, ეს უბრალოდ მინდოდა მეთქვა ვინაიდან დაუკავშირე იმ თხრობას, რომელიც თხრობას ჩვენ წინა შეხვედრაზე გავწყვეტეთ. ახლა რა არის მნიშვნელოვანი ამ თხრობაში? აი აქ ღმერთის სახელებს უცვლის ა ブラ ამს და სარას. ა ブラ ამს ასე იგი ერთი გავცობილის ფორმით გვექნება ეს სახელი, სარას სახელი ეცვლება და ასე ვთქვათ სარაი ასე იყო აქამდე იწოდებოდა და სარა დაერქვა ახლა ჩვენ უბრალოდ გავცობილის ახალი სახელით ვხსენიებთ სულ ამ ქალბატონს და აი აქ ღმერთი ეუბნება ა ブラ ამს ასეთ სიტყვებს რომ არა მარტო შვილი ეს გაგხდი არა მარტო გაგამრავლებ არამედ ამას ყველაფერს გაგიკეთებ სარასაგან ამ სარა გაგიჩენშვის ჩვენ გახსოვთ წინა შეხვედრაზე შევთანხმდით რომ გამოცხადება რაღაცა ასეთ პედაგოგიური უნდა იყოს. ყველა გამოცხადებაში თუ ვარდებს რაღაცა სიახლე, რაღაცა ახალი,
რაღაცა უფრო მეტი ვიდრე წინა გამოცხადებაში იყო, რომელიც შემაგონებელი იქნება, რომელიც პედაგოგიური იქნება და რომელიც რაღაცაზე ახალზე იქნება, ასე ვთქვათ, ყურადღება გასამახვილებელი, მაშინ ან გამოცხადების დიდი ის არის, ასე ქვია, ეჭვიანობას იწევს, დიდი ეჭვის ქვეშ დგას, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ან გამოცხადების ჭეშმარიტება. ხო ხა, ზოგადად გამოცხადების შეფასება ძალიან ძნელია, ყველაზე ისეთი ყველაზე მარწმუნებელი გამოცხადების ჭეშმარიტებისა არის ის, რომ გამოცხადება არ ტოვებს ორაზროვნებას. ეს ერთ-ერთი აუცილებელი რომ აჭეშმარიტა აი გამოცხადების შემდგომ ისაც ადამიანის რჩება ხშირად იმისა რა ქვია ან და საზოგადოება რჩება გაუგებარ მდგომარეობაში აი არც ის ვერ ხვდება რა აი რას ნიშნავდა ეს ხომ უკვე ეჭვის თვალით უყურებენ შესაძლებელი ის არც იყოს ღვთაებრივი ანუ ერთ-ერთი ნიშანი გამოცხადების ჭეშმარიტების არის რომ გაუკვებლობას არ ტოვებს ახლა რატომ ამას აი აქ ამ ადგილას ღმერთი ეუბნება ა ブラ ამს რომ სადაც ანუ სიახლე ამ გამოცხადებაში გარდა ის რომ წინადაცვეთაა დაწესებული უმნიშვნელოვანესი გახლავთ ის რომ ა ブラ ამი გაიგებს კიდევ ერთ ახალ ამბავს რომ შვილიერება რომელზეც იყო საუბარი ეს შვილიერება ეხება არა იმას რომელიც გონია ა ブラ ამს ა ブラ ამს რა გონია 13 წლის ისმაელი არა ეს შვილიერება ექნება რომ აღთქმას აღუდგენ ყურადღება მიაქცეთ აღთქმას აღუდგენ არა იმას ვინ შეგონია არამედ იმას ვით ჯერ კიდევ არ არის სამყაროს მოსული, ვინ არის ეს? სარა შეეძინებაშვილი. და აი აქ წმინდა წერილში წერია საოცარი სიტყვები. ა ブラ ამთან დაკავშირებით დათქვამია, რომ გაიცინა ა ブラ ამა, გაიცინა ა ブラ ამ გულსა შინათვისა. გულში გაიცინა ა ブラ ამა. მეგობრებო, ჩვენ სარასაკან შვილის შეძენასთან დაკავშირებით წარმოდგენილ სიცილს კიდევ ნახავთ წმინდა წერილში. და აი მეორე სიცილზე ღმერთი დააფიქსირებს თავის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებას. ანუ ურწმუნოება იქნება დაფიქსირებული მეორე სიცილთან დაკავშირებით. აი ამ სიცილთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა, არანაირი ისა რა ქვია, ყვედრება არ არის წარმოქმნილი, ამიტომ სადაც არ უნდა შევხვდეთ, ვისაც ხელი კი არ მოუკიდია ამ იმაზე, ერთი გამონაკლისის გარდა არის ერთი საეკლესიო მწერალი, რომელიც ამას ნაკლებ მორწმუნეობას უყურებს, ერთადერთი მეტი არა, დანარჩენი ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ა ブラ ამის გულში ეს გაცინება არის, არა გაცინება ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ გაისააკება და ამ ბავშვსაც ამ სახელს ისააკს იმიტომ უწოდებენ. ანუ სიტყვა ისააკი ნიშნავს არა მარტო სიცილს, არამედ მხიარულებასაც. გაიცინა ა ブラ თავის გულში, ანუ გაისააკდა ა ブラ ამი თავის გულში, შესაძლებელია გავიგოთ ასე, რომ გამხიარულდა, ანუ ირწმუნა ეს ყველაფერი, სწორედ ისე ირწმუნა, როგორც ირწმუნა თავის დროზე და შეერაცხა მას სიმართლედ. ანუ გულში გაცინება ეს გულმხიარულების, ანუ ეს იმ გამოხატულების, იმ რწმენის გამოხატულება, რა რწმენითაც ა ブラ ამი ღმერთთან მიმართებაშია წარმოქმნილი წმინდა წერილში. სწორედ ისააკი იქნება ის, რომელსაც აღუდგენს აღთქმას. რას ნიშნავს აღუდგენს აღთქმას? ანუ ის ყველაფერი, რა ყველაფერსაც გელაპარაკებოდი, რის საპირწონეთაც შენ მოდგმაში ყოველი წული მერვე დღეს წინა უნდა დაიცვითოს, აი ეს გულისხმობს არა ისმაილიდან წამოსულს, რადგან ისმაილი 13 წლისაა და მერვე დღესაც ისვე წინა დაიცვითა და არა აწირო შეგეძინება სარასაგან და ეს იქნება ისააკი, სწორედ იქ მიდის ეს აღთქმა, ამიტომაც ცოტა მოგვიანებით მათი מחარებელი დაწერს თავის სახარებაში ასე სიტყვებს, რომ ა ブラ ამშვა ისააკი და არ იტყვის, რომ ა ブラ ამშვა ისმაილი, რატო? განა იმიტომ, რომ ისმაილი არ არის ა ブラ ამის, როგორ არა ისმაილიც ა ブラ ამისია, მაგრამ ისმაილი რა არ არის ა ブラ ამისა. აღთქმული ძე არ არის, ის არ არის, ვისაც აღუდგიდა ღმერთმა აღთქმა, რომელი აღთქმა? აღთქმა მესიასთან დაკავშირებით, ის კონტრაქტი, რომელი კონტრაქტიც ღმერთმა დადო ა ブラ ამთან. ახლა აი ამ ადგილას საინტერესო რა ჩანს ისეთ მეგობრებო, ამ ადგილას საინტერესოა, რომ ა ブラ ამი ღმერთის იქნებ ისმაილისათვის ისმინოს ღმერთმა, ანუ ისმაილი დარჩა უარაფროდ, ისმაილი დარჩა ყველაფრის გარეშე, ისმაილს არ დარჩა არაფერი. რაც ფიქრობდა, რომ ყველაფერი ისმაილის უნდა ყოფილიყო, ხა ისმაილის თუნი არაფერი არ არის აქედან. ჩვენ ამბობთ საუბრობდით ენობრივ მაპატიეთ, სამნიშნულოვანი ეტიმოლოგიური რაღაც უნდა გაგიზიაროთ ენობრივ მემკვიდრეობაზე, ძველ ქართული, პროტოქართული წარმომადგენლენ, ქართულში ისააკის ეტიმოლოგია არის საოცარი. ისააკი სწორედ ისაა ქართულად მაგას ნიშნავს ისააკი ეს ისააკი მეტი არაფერი ისმაილი კი არა ისააკი ხო არის დასტური ფორმა ხო აი ებრაულში მხიარულებას ნიშნავს ძალიან საინტერესო არის ამ კუთხით არ შემიხედავს ნამდვილად ამის
ხო, არა, უბრალოდ აქ ხო, აი ისმაელისათვის, როდესაც აი ისმაელზეც, ანუ ეს ყველაფერი თუ ისააკის არის, მაშინ ისმაელს რა და ისმაელი ძალიან ისე გაუგებარ მდგომარეობაში შეება და ისმაელისათვის იწყებს ლოცვას აბრაამი და ისმაელზე ეტყვის უფალი. მისთვისაც ისმაელისთვისაც გისმინე შენ. 12 ბელადი გამოვა, 12 მამამთავარი გამოვა მისგან. დიდად გამრავდება და წინა იმებს თუ გავიხსენებთ, რა იყო წინა ისმაელთან დაკავშირებით, წინა გამოცხადებებში ნათქვამი რომ კანჯარევით იქნება თავისი ძმების პირისპირი ცხოვრებს, ყველა ხელი მის წინააღმდეგ და მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და აი ეს აი აქ შეიკრიბა რომ 12 მამამთავარი, ანუ აი ამ სიმრავლეში იქნება წარმოდგენილი დღევანდელ დღემდე აი ეს კურთხევა, რომელი კურთხევაც ისმაელის მიმართულებით იქნა ნათქვამი, დღევანდელ დღემდე რეალიზებულია და დღევანდელ დღემდე მოქმედებს. ხოლო აღთქმას აკისრულებ ისააკისაგან, ისააკი იქნება ვინც გამრავლდება, რომელი გამრავლებული უცხო ხალხის იმას მონობაში იქნება, რომელი მონობიდანაც მე გამოვიყვანდა დავასახლებ ამ წელს და სწორედ ისააკიდან წამოსული მოწმიდან მოვა ის, რომლისაგანაც ქვეყნიერების ყველა ტომი იკურთხება. აი აქ სრულდება ეს გამოცხადება მეგობრებო, აბრაამი წინა დაიცვითავს ისმაელი 13 წლის ასაკში და აქედან მოყოლებული ისმაელიანები სწორედ 13 წლის ასაკში წინა დაიცვითნენ განსხვავებით ისააკიდან წამოსული მოწმის ან ებრაელებისა და აი ამის შემდეგ წმინდა წერილი ძალიან საინტერესო მომენტის შესახებ იწყებს საუბარს, რომელსაც ახლა მივაქცევთ ყურადღებას და რომელიც ბევრი ღვთისმეტყველის, ბევრი ეგზეგეტის დიდი მსჯელობის და შთაგონების წყარო გამხდარა და იკონოგრაფიაში მან თავისი კონკრეტული ასახვა ჰპოვა. ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი აბრაამთან სამი სტუმრის, ანუ სამი ანგელოზის სტუმრობის შესახებ, რომელიც აი ამის შემდგომ აღესრულება სწორედ დიდი ხანი არ უნდა იყოს გასული იმ აღთქმას შორის, ესე იგი, აქ მე დამავიწყდა მე თქვა ხაზგასმით მინდა ვთქვა, მაპატიეთ ეს არ უნდა გავუმჩნევ და როდესაც ღმერთი ეუბნება აბრაამს, რომ სარასაგან შეგეძინება შეშვილი, ეუბნება რომ გაისანო ერთ წელიწადში მოხდება ეს ყველაფერი, ანუ დროის ეს დაკონკრეტება ხდება. ანუ რაღაცნაირად აი ახლოსვე მალევე უნდა მომხდარიყო აი ეს სტუმრობა, აი ამ გამოცხადებიდან, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. რატო ვამბობ ამას? აი აქ ამ ადგილას, როდესაც ჩვენ აბრაამთან სამი ღვთაებრივი სტუმრის მისვლის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ წინ კი ვიცით, რომ ეს სამი სტუმარი სამი ანგელოზია, მიდის გამოცხადება, რიგი გამოცხადება ხდება აბრაამთან, მაგრამ თხრობის თავშივე ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, აი ჩვენ ვიცით ასეთი რაღაცა, რომ აბრაამი შეხვდა სტუმრებზე, შეიპატიჟა ის. იცოდა თუ არა აბრაამა წინ ვინ მოდიოდა მასთან. ხო? შეიძლება შეხვდეთ თქვენ ასეთი აზრი, რომ აბრაამა ამ სამში შეიცნო წინ გამოცხადება. ამ აზრის მომხრეები ეყნობიან ერთ ტერმინს, რომელიც წმინდა წერილშია წარმოდგენილი, კერძოდ ტერმინი არის აღიხილნა თვალნითვისნი. თვალების ახილვა საერთოდ ხდება იქ გამოცხადების წინ და ტერმინოლოგიურად შინაარსობრივად გულისხმობს არა თვალების გახელას, ფიზიკური თვალების გახელას, არამედ გონებრივი თვალის გახსნას, ანუ ფიზიკური თვალის ნაკლები მას უპირატესობას და უფრო რაღაცა გონებრივი თვალის ახილვას, რომ რაღაცა მიღმიოს, რაღაცა მისტიოს, რაღაც საკრამენტალურს ხედავ და სწორედ აი ამ გონების თვალით ხედავ, სხვა ვერ დაინახავს, მაგრამ შენ დაინახე, იმიტომ რომ გონების თვალით იყურები და აი ეს თვალი აღიხილნა, ხშირად წმინდა წერილში წერია აი ამ მომენტის წინ, ამიტომაც აი ეს ადგილი აგულვებინებს ზოგიერთ განმარტებელს, რომ აბრაამა წინ იცის ვიზღებულო სტუმრად, თუმცა მოყოლებული წმინდა პავლე მოციქულიდან და საეკლესიო ეგზეგეტიკაში უმრავლესი ეგზეგეტის დამოწმებით. აბრაამა არ იცის ეს სამი ვინ არის გარკვეულ პერიოდამდე. რაღაცა მომენტის შემდეგ თავის დამოწმებია გაიგო. მოციქულიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში წინ ადასტური. ეს ადასტურებს იმას, რომ წინ აბრაამა არ იცოდა ვინ იყო, ვინ იდგა მის წინ სტუმრების ამ გზავრების სახით. ახლა წმინდა წერილში თხრობა მიდის ასე, რომ აბრაამა, ესე იგი, ნაშუადღევია, ანუ განსაკუთრებული სიცხე, როდესაც არის აი იმ დროს მამრეს ქანაანელი მოსახლის, მამრეს მუხდართან, ჩვენ მამრეს მუხას რო ვამბობთ ცინადრეში, მამრი არის
ისტორიული ფიგურა, რომელსაც მუხნარი ეკუთვნოდა, მუხის ტყე ეკუთვნოდა და აი ამ ტყის ამ კაცის ტყესთან არის დასახლებული შემდგომ ქებრონი იქნება აქ აბრაამი და აი აქ ერთ-ერთ მუხასთან მოხდა სწორედ აბრაამის ერთ-ერთ მუხასთან ყოფნისას მოხდა სწორედ ამ სტუმრების მოსვლა და ამიტომ მთელი მუხნარი ერთი მუხის იმ სახით აგვაქვს ჩვენ ცნობილი, რომ წინანდელში აქ მუხის დიდი ტყე იყო და მთელი მუხნარი გახლავთ წარმოდგენილი ამ ადგილას. ახლა ამიტომ ვთქვა თვითონ მამრე სახელი მამრე ნიშნავს რაღაცნაირად სიცხადეს, ნიშნავს სიმართლეში სიცხადეს და ფიქრობენ რომ აი სწორედ ასეთ ადგილას აი ამ სიცხადეში ამ სამართლის გზაზე მავალობაზე იდგა აბრაამი და სწორედ აი ამიტომაც აქვს გამოცხადება ეს ისევ ებრაული ენის თავისებურებიდან გამომდინარე ამ კუთხითაც უყურებენ, მაგრამ ეს ანიშნავს იმას რომ მამრე არ იყო ისტორიული პიროვნება ჩვენ როდესაც ვისაუბრეთ ლოცვის ტყვეობაზე და მისგან ლოცვის ტყვეობისგან გამოხსნაზე იქ ვთქვით რომ მამრე იყო ერთ-ერთი თავისებურებთან ერთად ერთ-ერთი თანამოკავშირე სამხედრო ძალით აბრაამისა და ეს ისტორიული პიროვნებაა თავისთავად ცხადია. ოდეში არქო ქართულში მამრე ვიცით რასაც ნიშნავს და ყველა პატრიარქალურ კულტურში მამის სახება არის სიცხადის და ჭეშმარიტების სიმბოლო. ეს სიტყვა მამა ნიშნავს ამას? პატრიარქალური კულტის სიმბოლო ყოველთვის არის მზე, სინათლე, სიცხადე და ჭეშმარიტი. ქართულად არის მამრე. საინტერესოა და სხვათა შორის ცოტა მოგვიანებით აი ორ მომენტს აქცევენ ყურადღებას ებრაელებში სხვადასხვა სახის კერპები იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა სახის კერპები და ერთ-ერთი კერპი მათ ექნებათ ხის კერპი ანუ ჩვენთან რაც იყო ხო ხის ჭონი დიდი რაც ჭონის კულტი რაც არის ხო ებრაელებშიც არის ეს და აი ერთ-ერთი ადგილი გახლავს სწორედ აი ეს მუხა ეს ამ ხესთან მიღებულია ეს თეოფანიის გამოცხადება რომელსაც მიიღებს აბრაამი და ხის გაკულტება აქედანაც მაპროვოცირებელი არის ამისა არის მეორე ადგილი სხვათა შორის რომელსაც შეიძლება დავაკვირდოთ და წამოვიღოთ იქიდან ხის კულტის თავალისება მაგრამ ერთ-ერთი ადგილი აი ეს არის ამ მუხასთან გამართული შეხვედრა. თქმა უნდა თქვით რომ პავლეცო და უმრავლესი ეგზეგეტები ამბობენ რომ წინასწარ არის წინასწარ რა მომენტამდე გულისხმობს. აი რა მივიღოთ ამ მომენტის უკვე იცი. არა, რომელბის არა, ტრაპეზის როეუბნება შემოდის. არა, არა, გამორიცხულია აბსოლუტურად. აი ჩვენ წმინდა წელში მე ვნახავთ რომ უბრალოდ როგორც სტუმარსა ჩვენ ანუ ისი თქმა მით აი სად მივდიოდი მე რომ ის ასა წმინდა წელი წეს რომ აბრაამმა გააკეთა აბრაამ ახლა კი არ გააკეთა აბრაამი ასე ცხოვრობს მაშინ მაგ ლოგიკით ის ეგზეგეტები ვინც ამბობენ რომ მითითებაა სამებაზეო არა სამებაზე მითითება არის თუ არა მაგაც ცოტა მოგვიანებით მოვწყვეტ შეიძლება სულ არ იყოს ეს სამებაზე მითითება რა იმიტომ რომ სამებაზე მითითებას ჩვენ ხვდებით გვიანიკელი მამების ლიტერატურაში მაგრამ ძალიან იშვიათად ეს ხატი რომ ეს სამებაა ხო? კი, არის, კი, ასეც გამოისახება, მაგრამ აქ სხვა ის უფროა ვიდრე მან უბრალოდ ეგზეგეტებთან მე რაც მინახავს ჩემი შეზღუდული მრავლობითიდან მხოლობითში გადის. კი, არის ეს, კი. აღიხილა ნახა სამნი და ბატონოთი მიმართო, მხოლობითში მიმართოს. კი, არის ამას მივაქცევ ჩვენ ტრაპეზთან მივაქცევ, მაგრამ ამ მომენტში, როდესაც ის ეპატიჟება სტუმრებს, ხო? არ იცის რომ ეს რაღაც აზრდეს სამება კი არა, სამი ანგელოზია. ის სამები შეიძლება სიმბოლოს თვითონაც ეს საკითხი სხვა მხარია, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ის რა სიმბოლოთიც არ უნდა მოვიაზროთ, ხო? სამივე ანგელოზია არსობრივად არის სამივე ანგელოზია. იქიდან არც ერთი არ არის მამა, არც ერთი არ არის დედა, არც ერთი არ არის სულიწმინდა, თავისთავად ცხადია, ხო? ძე ხილვათი გახდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ყოვლადწმინდა დედოფლის საშოში დაიკარგა და განკასდა, ხო? ეს სამი ანგელოზია, ამ ანგელოზში რა სიმბოლოებს ჭამდნენ? ეს საკითხის მეორე მხარეა, თუ არც ერთი არ არის მათგან მამა, არც ერთი არ არის მათგან ძედა, არც ერთი არ არის მათგან ახალგაზრდული ეკლესია ეთყობა მაინც ამას სამებად აღნიშნავს რომ სვირელის ცხედარის მომთხვია უბრალოდ ალექსანდრე სვირელის და იქაური მისი ცხოვრება გავაცანით და ტროპაშიც წერია რომ ნახსენებია რომ აბრაამის მეერე არავის არ გამოცხადებია მას ხო სამება გამოეცხადა ესე იგი მართლმადიდებლური ეკლესია კანონიკურად მაგას მიიჩნევს როგორც სამების გამოცხადება მაგას ვიტყვით ლევან მივაქცევთ მაგას ყურადღებას უბრალოდ ჯერ ეს კაი რადგან დავწერით ამაზე სიტყვა მოდი ბარიხამ ეს სამი მოვჩეთ მაშინ ეს სამი დავასრულო და ისტორიულ თხრობას მე მივაქცევთ ყურადღება კარგით რაც შეეხება ამ სამს ხო კიდე ერთხელ
უფრო ანტიოქიური სკოლა დომინირებს ამ ადგილის ეგზეგეზის დროს და ძალიან ბევრი ამ სამში სამება სულაც არ გულისხმობს. ამ სამში ძალიან ბევრი გულისხმობს განკაცებულ მამის სიტყვას და ორ მსახურ ანგელოზს. სამება საერთოდ ახსენები არ არის. რატო? ისევ და ისევ ანტიოქიური სკოლის იმიდან გამომდინარე ქრისტე გამოეცხადა. ხო, ორი თანხლები. საერთოდ გამოცხადება ყველგან ხდება მამისა სულიწმინდაში სიტყვის მიერ. ყოველთვის ეს გამოცხადება ასეა, მამა ეცხადება სულში სიტყვის მიერ, ანუ ძის მიერ. აი მაგალითად, როდესაც აი რა თქმა უნდა, იყო სიტყვა უფლისა აბრაამის მიმართ. რას ნიშნავს? მამა თავისი სიტყვით სულში მიმართავს აბრაამს. ყოველწმინდა სამება ეცხადება და იმდენად, რამდენადაც მოსვლა, გამოცხადება, ანუ თანა ქცევა, თანა ცხოვრება ჩვენთან სწორედ ძის, ანუ მამის სიტყვის იყო, ხო? ყველა ამ ადგილას ძია მოაზრებული. რომ აი ამ სიტყვით ხდება, ანუ თავისი ჰიპოსტასური ლოგოსით ხდება გამოცხადება, მამის ჰიპოსტასური ლოგოსით ხდება გამოცხადება, ჰიპოსტასური ძალით ხდება გამოცხადება ქმნილებასთან. ანუ ამ შემთხვევაში ხო კიდევ ერთხელ ვამბობ. აი წმინდა წერილში დაიწერება ასეთი სიტყვა, რომ ადგენო, ანუ ამ სამზეა საუბარი და აქედან ორი მგზავრი წავიდა სოდომისაკენ. ორი მგზავრი წავიდა სოდომისაკენ. შემდგომ ეს ორი მგზავრი, რომელიც წავა სოდომისაკენ, ხო? მე ვიცით იქ თხრობაში და ეს ორი მგზავრი არის ორი ანგელოზი. ანუ ანტიოქიური სკოლა ამას ყურადღებას აქცევს, მაგრამ ერთი დარჩა და ეს ერთი რომელიც დარჩა, ამერთან აბრაამს აქვს საუბარი და საუბარი აქვს როგორც უფალთან და ლოცულობს სოდომისაკენ. შესაბამისად ანტიოქიურ სკოლაში მოხდა სწორედ ასეთი რაღაცა და ხედვა მოხდა ასეთი რაღაცის, რომ ეს სამი მგზავრი არის არც მეტი არც ნაკლები სახე-სიმბოლო, ხასუსო, სახე-სიმბოლო განკაცებული ძისა და ორი მსახური ანგელოზისა. რაღაც აზრით ამბობენ კიდევაც რომ სამივე ანგელოზს ხო ცალ-ცალკე მისია ჰქონდა ერთს გამოცხადებისა, მახარებლობისა, რომელსაც ახლა მივაქცევთ ყურადღებას, მეორეს ლოთის ხსნისა, ხოლო მესამეს სოდომის დაქცევისა, სოდომისა და დანარჩენი ქალაქებისა, ხო? ანუ აი სამების შესახებ ხო აი რაღაცა მიმართულებით ან საერთოდ არ არის საუბარი, ან თუა გამოცხადებაზე საუბარია ლოგოსი და მისი ორი მსახური ანგელოზი. რაც შეეხება სამებას, თავისთავად ხარია. ჩვენ გვაქვს სწავლება ეგზეგეტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სამი ანგელოზი სახე-სიმბოლოა ყოვლადწმინდა სამებისა, იმიტომ რასაც უკვე ვახსენეთ, რომ სამს მხოლობით რიცხვში მიმართავს აბრაამი და ქრისტიანულ იკონოგრაფიაში სამი ანგელოზი ტრაპეზთან აისახა და გაგებული იქნა როგორც სიმბოლო, ანუ ხატება ყოვლადწმინდა სამების რაღაცნაირად სიმბოლური გამოსახულება. ჩვენ წინ უნდა ვიცოდეთ, რომ სამების ხატი როგორც ასეთი არ არსებობს. თუ რაღაცა სიმბოლოებს აჩავთ, ხო? აი მაგალითად, თუ ჩვენ ვიცით ასეთი ხატი, ხო? წვერებიანი მოხუცი, გვერდით მაცხოვარი და მაჩუა არის დრედი. და ამბობენ რომ მამა ზედა არ არის ეს გამორიცხული. ეს არის დოგმატური დარღვევა. ის მამა ვერ იქნება ვერანაირად. წვერებიანი კაცი არის ძველთა დღეთა, ანუ მარადიული ქრისტეს მარადიულობის ამსახველი, აი ეს მარადიულობას ასახავს. თვითონ ის განკაცებამდე მამა არ გამოისახება, მამა არავის არ უხილავს, ეს არის დოგმატი. ვერანაირად ვერ გამოსახავს. ანუ ეს სამების ხატი არა, სამების ხატად აღიქვება, მაგრამ არა ისო თქვათ რომ ეს მამაა, ეს ძია და ეს სულიწმინდა. ეს გამორიცხული სულიწმინდაც კი ტრედის სახით გამოჩნდა. თორე სულიწმინდასთან ურთიერთობა გვაქვს ენერგიებში, მის ძალებში და ტრედზე ვერ იტყვით რომ სულიწმინდა. არა, სულიწმინდის სიმბოლოთი გამოჩნდა, ამიტომ ტრედს როცა გამოსახავ, სულიწმინდის ჰიპოსტასურ გამოსახულ, სულიწმინდის ჰიპოსტასურ იმას ვეხები, თორე არა იმას რომ ტრედია სულიწმინდეს, აბსოლუტურად გამორიცხული. ანუ სამების ხატზე ვოდეში დავიგენი არ არის სამი. აი, აი ახლა მან მოდი ვალევან უფრო გასაგებად. სამების ხატი ეკლესიისთვის რაც არის ცნობილი, ეს არის ტახტი, ტახტზე სახარება და სახარებაზე მტრედი. აი ეს არის უძველესი იკონოგრაფია სამების. ტახტი მამას და სიტყვა და სიტყვა მტრედის გამოსახულება. აი ეს არის ანუ შემდგომ აი სამი ანგელოზი სამების გამოსახულებით, ხო? მხოლოდ ამ ნიშნით, რომ სამი არიან და მხოლობით შეხდება მიმართვა, როგორც ვთქვით, კი, შემდგომ უკვე აი ამ აბრაამის იმის შემდგომ, აი ეს ამ აბრაამის იმის შემდგომ კი არა, და ქვია აბრაამს ამ გამოცხადება, აბრაამთან დაფიქსირებული ამ გამოცხადების ყოლობაზე, ესეც შემოდის იკონოგრაფიაში. მაგრამ აი ეს ორი მხოლოდ სამი ანგელოზი და ტახტი სახარება, მტრედი სახარებაზე ყოფი. აქ შეეხება აი იმას, როდესაც აი მოხუცი გამოიხატება, გვერდით ძე და ისა რა ქვია,
მტრედი ხო აი ამ მოხუცე თქვა რომ ეს არის мама აი ესეთი რამე არის დოგმატური ისა ვინაიდან პირდაპირ გვაქვს სწავლებაში რომ мама არავის არ ყავს ნანახი ანუ მე მაქვს ახსიეს ხათი და ლოცულობ მის მიმართ ეს არის არა ხო საქმეც აი მაგის კანონიკურობაზე აი კანონიკურობაზე ასე ვერ გეტყვი კანონიკური არ არის მეთქი ვერ ვიტყვი მაგრამ მოხუცის გამოსახულება თქო ეს мама აი ეს პირდაპირ გეუბნები რომ ეს გამორიცხულია ჩვენ სწავლებაში გვაქვს პირდაპირ მამის აი ნახელევან ერთ დეტალს გეტყვი კიდევ ძალიან საინტერესოა ხა შორს წავედი ცოტა მე რა ვიტყვი ახე მამას ესაუბრება მოსე ხო? ოდესაც ის შეშოჩი მივოთავს ამ ადგილას და მამას ესაუბრება იესოც მაგრამ რა განსხვავებაა მოსესა და იესო ნაზარელოს შორის რომ იესო ესაუბრება თავის ბუნებით მამას ანუ ესაუბრება იმას რომელსაც ვერ იხილავ მარტო თვითონ ხედავს სული წმინდასთან ერთად ის მამას ვერ ნახავს ვერც მოსე ნახავს მიუხედავად იმისა სახე უწყინავდა რომ მოდიოდა ვერ ძლია რომ ესაჯერ სიკვდილი არ უხილავს ვერც ყველაზე დაწინაურებული ანგელოზი ვერ ნახავს ერთადერთი ხილვა მამასთან პირადი პირისპირ ურთიერთობის არამედ პირისპირ ურთიერთობის აურთიერთობას მოსეს ჰქონდა არამედ იმ ურთიერთობის აურთიერთობაც აქვს ძეს და სულიწმინდას ხო ეს ერთადერთი მხოლოდ მარადიულობაში ანუ ღვთაებრივის ჰიპოსტასი უნდა იყოს სხვა აი ეს ხილვა მამის გამორიცხულია мама ნანახი ყავს ხოლო ძეს და სულიწმინდას ვინაიდან მისი ჰიპოსტასური ისა მეტი გამორიცხულია absolუტურად ამიტომ ხაძე მამაზეც გიტყვია რომ ეს არის мама დოგმატური აი პირდაპირ გეუბნები დოგმატური დარღვევა და არაფერს არ შეიძლება თორე რაღაცა აზრით თუ კი აი ამ იკონოგრაფიაში რაღაცა აზრით აი ამ მთლიანობას სამების არა იმიტომ რომ ამ მოხუცე მამას იტყვიან მთლიანობაში ის სამების ხატად აღიქვება და ის რომ მამის ჰიპოსტასურ საწყის იმას იზავე რა ქვია მიუთითებენ და ძეზე და სულიწმინდაზე შეიძლება იქ მითითება გამოსახულები და თუქვე ამაში თავისთავად ცხადი არ არის ბოლო კითხვა თუ ვიცი ეს ამ თუ თემა ერთხელ მამის ხარო ვინ სამის გამარტებას ცდილობს გამორიცხდება ან წმინდა ვერანაირად გამორიცხდება რა განსხვავება მამა ღმერთსა და ეგზეგეტიკაში და საბაოტს შორის. საბაოტს შორის. კითხავს ვერ ხვდები. საბაოტია. საბაოტი გასაგებია, საბაოტია, იახვია, ადონაია, ელოჰიმია, მამა, ძეს და სულიწმინდაც. ასე ვერ იმას ვისაუბრთ რა, აი მამა, საბაოტი, ისა ქვია, ელშადაია, ძე, ასე ვერ ის ყველა სახელი მამა ღმერთს. თუ მამას ძის მიერ სულიწმინდაში. ღმერთის აი ლევონ შენ ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი რომ აი როგორც კი აი სამების განმარტება შეიძლება მხოლოდ სიყვარულით. როგორც კი ლოგიკურად ჯელობას დაიწყებ ვერანაირად ვერ გიხვალ. აი სიყვარულით შეგეძლია აი თქვა რატომ ხო ძალიან შორს წავალთ რა და მე შეგვიძლია რა ამ თემაზე დავწეროთ სიტყვა მაგრამ საბაოტის ხათიც არ არის. ხო როგორც ასე აი არ ვიცი ვერ გეტყვი აი არ ვიცი აი მე ერთადერთი რამე შემიძლია გითხრა რომ სიტყვა საბაოტ და თქვა ელოჰიმ თქვა იახვე ხო სამივეს მიმართებაშია მამას მიემართება ძის მიერ სულიწმინდაში აი ვერ გამოვყოფთ ასე ძალიან მძიმეა და ძალიან ისეთი ის არის როგორ გითხრა მეტი ამას შორს განმარტებით ის მოგჩით როგორ მიმართავს თქვა მოსე ღმერთს და როგორ მიმართავს არ არის მე გვექნება არ მე თაბო თორე ჩვენ ის ორინთა სინასთა და თაბოს ამაზე ილაპარაკებ მე რა განსხვავება როგორ ილაპარაკება მოსე ღმერთს და როგორ ილაპარაკება სიტყვა მამას მე დავამთავრებ რომ მიმართავს აბრაამი რობერტო არჩაიარო შენიონის სახლს რობერტო არა რობერტო არ ეუბნება საუბრობს ეუბნება თუ მადლი მიპოვიაო თქვენ წინაშეო ხო ნუ თანაც ახტები ჩემს საყოფას შეუნება უფალი გოსხვად ნიბრაძი მოდოვა ესაუბრება არა ეს ესაუბრება პატრიოტიზმის გამოხატავს უფალო ამ შემთხვევაში ანიშნავს ღვთაებრივ თაყვანს არა თაყვანს უფალო არ გულისხმობს ღმერთს ეუბნება როგორც არა გასპაძინო ხო როგორ ესაუბრება როგორც უთუმარს ხო სტუმარს აი მეცაც გეტყვი აქ გვაქვს ჩვენ ტერმინი აქ გვაქვს ჩვენ ერთი ტერმინი თაყვანისა და ეს არის სუფთა რელიგიური ტერმინი და იმ სიტყვა თაყვანისა აქაც ვფიქრობ რომ რადგან თაყვანისა ხო აი თაყვანისა აი თაყვანის ეს თაყვანისება ოღონდ აი იმას აქვია ბიბლიურ ტერმინოლოგიაში არის სუფთა რელიგიური აქტი რასაც არაც აბრაამისგან გამორიცხულია თუ ის ღვთაების წინაშე არ ასრულება მაგრამ ზუსტად ამიტომ რომ ეს ტერმინი ასე არ უნდა წამიღოთ ამ ტერმინს სინამდვილეში სხვა შინაარსი აქვს ჩადებული გამომდინარეობს იქიდან რომ ჩვენ ცოტა მოგვიანებით პირდაპირ ამ ტერმინით პირდაპირ გვაქვს მითითებული რომ აბრაამა თაყვანის და ხეთელებს აი ეს ტერმინი გვაქვს რომ ხეთელებს თაყვანი ანუ როგორ გითხრა
აი ეს რაც არის წელში მოხრა რაც არის ხო მეტალი რაც არის აი ქედის მოხრა რაც არის პატივის მიგება რაც არის ხო ანუ ეს თაყვანისცემა შესაბამისად უფრო რელიგიურია პირდაპირ გვიწერია წმინდა წერილში რომ აი ეს აბრაამ აღასრულა ხეთელთა მიმართ აქიდე კი შეგუნება თუ არის რომ იცოდა უფალი იყვარისო და იქ ხო ნამდვილად იცისო ხეთელებია მაგრამ იქ მოდის ხმენდება აღწერილი ადგა გაიქცა დაიხარა მიწამდე და უფალო არ ჩაიარო ჩემი სახელზე მე უბრალოდ მიჭირს აიმის ყველაფერს კონტროლი. არა მესმის ეს არ არის ეს მასში არ ხედავს უფალს. ხო აი მესმის მაგრამ ანუ ეს უნდა ვიამბი ის გადმოცემაც მსმენია ეკლესიაში რომ არ მიუძდებოდა სუფრასო თუ სტუმარი არ მოვიდოდაო და ამიტომ გამოუგზავნა უფალმა მასო როგორც სტუმართ მოყვარეს თავისი თავი. ხო და ესე იგი გამოდის რა რომ აბრაამი ყველა სტუმარს ყოველთვის მასე ეგებებოდა. აი იქ მინდოდა მეთქოს რომ მოვდივთ. აი იქ მინდოდა რომ ეს არ არის რაღაცა მომენტი რომელიც აბრაამმა მარტო ახლა გააკეთა. ეს არის აბრაამი ასე ცხოვრობს. აი პავლე ამბობს რომ სტუმარსო ყოველთვისო დახვდითო პატივისცემითო რადგანო შეიძლებაო როგორც ადრე მოხდაო არც იცოდეთო რომ უფალი სტუმრობს და უფალი მოდის თქვენთან სტუმრადო. პავლეს უ დაეკონკრეტებინა აბრაამი ხო აი პავლეს ხედავ ეს იქნებოდა რა იცი შეურაცხყოფელი თავისი მსვენელებისათვის აი ახლა მე შენ რო გითხარ ლევან ასეთ რაღაცა რო გითხარ რომ ჟოსისოსა ნაზარსას შოთა სიტყვები ამეთქი ხო შეიძლება არ მკაბრო გულში გაიწვი რა თმინდა ხა შეიძლება დაკონკრეტება რომ შოთა სიტყვები ხო რატო ხო რა მე ხალდაზე შეიძლება დავჭირდეს ანუ წერის მანერა აი კლიმენტი ალექსანდრიელის სტრომატებს რო წერს ხო ძალიან ბევრი მოაქვს იქ პლატონიდან აი ძალიან ბევრი მოაქვს ძველი ფილოსოფოსებიდან აი პლატონს განსაკუთრებით ხშირად ციტირებს არსად არ ამბობს რაღაცა გამონაკლისია აი არა რატო იმიტომ რომ ერუდირებული მკითხველის შეურაცხყოფელია რომ მე შენ გითხრა რომ ეს პლატონის არის პავლე როცა წერს ებრაელების მიმართ ეპისტოლეში და აი ამის მოყავს გამიგე რომ თქვას რომ მე აბრაამზე გელაპარაკებით ეს ადრესატი ძალიან დიდი შეურაცხყოფა მithmedes ებრაელების ყველა მიხვდა იქვეზე აკლაპარაკი და იქ მე კიდე ერთხელ პავლედან მოდის ეს და ეგზეგეტა ძალიან დიდი რაოდენობა ამ და მეორე დეტალი კიდე რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება ეს გახლავთ ის რომ აი ეს ნაწილი ეგზეგეტებისა რომელიც ამბობს რომ თავიდან არ იცის აბრაამი ვის ხდება და აბრაამის ცხოვრების წესია ეს ასეთი აი ყურადღებას აქცევს ასეც რომ მაშინ რა ღვაწლიდებს აბრაამის სტუმართ მოყვარეობაში თუ მათ წინ ეცოდებოდა რომ ეს ეცოდინებოდა რომ ის უფალიო და მესამე რომელსაც აი ასევე ხაზი მინდა გაუსვა მეგობრებო გახლავთ ის რომ რა ქვია ცოტა მოგვიანებით როდესაც აბრაამი და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ადგილი აი მე წინდაწვი მემზადები ხოლმე ყოველთვის ამის მოთხრობისათვის აბრაამი მას მეცადინეობს ისააკის სოლის მოსაყვანად რომ თავისშვილს სოლი მოუყაროს უწინარესი პირობა იქნება მეგობრებო ის რომ სტუმართ მოყვარე უნდა იყოს ის აი სტუმართ მოყვარეობაზე თუ სტუმართ მოყვარეობი თუ არის აღზრდილი ეს ხალი ხო აუცილებლად მას იმის ოჯახს შეხება აქვს ღმერთთან და წარმოდგენა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ აი სტუმართ მოყვარეობა არის რაღაცა აი კატალიზატორი რაღაცა გამსაზღვრელი ამ ყველაფრის ამიტომ აი ეს აბრაამს აი სტუმართ მოყვარეობას აი ეს მომენტი ხო ყველგან აღებულია ამ თქიდან გამომდინარე აი ამ ადგილზია აქცენტი გაკეთებული რომ აბრაამა წინ არ იცის ვის სტუმრობს მას ეს არის აი ეს ხაზგასმით მინდოდა მე რა დაუბრუნდეთ ისტორიულ თხრობას და ძალიან რამდენიმე საინტერესო ელემენტს მივაქციოთ ყურადღება და ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დასასრულისკენ წავიყვანოთ. პირველი მეგობრებო რა არის იზით? აი ეს როგორც გითხარით ამ 3-დან 2-ზე ნათქვამია პირდაპირ ამ 3-დან 2-ზეა ნათქვამი რომ ორი მგზავლიო სოდომისკენ ჩავიდაო და ლოთი შეიპატეჟებს მათ. მაგრამ იქ რა მოხდება იცით? უორცეთ ყველა სტუმრები ლოთი ძალიან შეიპას. და აქ რაღაცნაირად აი ეს არ აქვს თითქოს აი აბრაამის თხოვნა პირდაპირ შესმენილია ყოველგვარი იმის გარეშე. პირდაპირ შემოდიან ისინი აბრაამთან. აბრაამი ძალიან მარტივ რამეს თავაზობს. ფეხებს დაგბათ, წყალს დაგალემინებთ, პულს მოგცემ. ანუ რაღაცა ის ელემენტარული რომლითაც შეიძლება აი რაზე მინდა აქცენტი გავაკეთო ისეთ მეგობრებო აბრაამი ძალიან დიდ არის. აი ძალიან გავლენიანი შეიხის ავტორიტეტით არის წარმოდგენილი. აი აბრაამი შუადღის სადეგი მიირთვა ძალიან დიდი სიცხეა აბრაამი დანაყრებულია და ეხლა ლოგიკურად რა უნდა გააკეთოს აბრაამს სტუმრებს ელოდებოდეს მე სტუმრებს წავა ჭრილში მოისვენებს და თავის სახურს ეთქოს დადექი გზაზე ეხა და დაელოდე ვინმე თუ გამოჩნდა დამიძახე ანა კი არ დამიძახო შემოიპატიჟე და რომ იმას მე დავხვდები ამას ხო შეუძლია ლოგიკურად ასე უნდა მოიქცეს აბრაამი სხვანაირად სწორედ ამიტომ სახური კი არ აკეთებს ამას თვითონ აკეთებს თვითონ უნდა იჭდეს ამ პაპანაკებაში, თვითონ უნდა ელოდებოდეს სტუმარს. რატო? სახურმა რომ შემოიპატიჟოს, რატო? მეგობრებო, თავის დროზე გითხარი და ხაზი მინდა გავუსვა.
აბრაამის ცხოვრება გახლავთ არა მარტო ამბავი კაცის შესახებ, რომელიც 75 წლის ასაკიდან ასაკში გამოვიდა ქალდეველთა ურიდან და 175 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს არის 100-წლოვანი მისიონერობის ისტორია. ეს არის ამბავი ადამიანის შესახებ, რომელსაც მთელი ცხოვრება, რაც კი ფეხი გადადგა ღვთისმსახურებისაკენ 75 წლის ასაკში, ყოველ ფეხის ნაბიჯი არ დასტურებს და ამოწმებს ღმერთს. საოცარია აბრაამი ამ ნიშნით. შესაბამისად, მსახური კი დაუძახებს უბრძანებს, მაგრამ შეიძლება მსახურმა ისი არ დაუძახოს. შეიძლება მსახურმა ისეთი გულმოდგინება არ გამოიჩინოს. შეიძლება მსახურმა ისე ვერ გააკეთოს. რას ნიშნავს ისე ვერ გააკეთოს? აი გარდამოცემა, რომელზეც უკვე სიტყვა რაღაცნაირად დავზარით, ეს გვეუბნება, რომ აბრაამისათვის სტუმრის მიღება ეს იყო არა მარტივად ტრადიციის შესრულების, რა ქვია, გამოხატულება, არამედ ეს იყო საშუალება იმისათვის, რომ აბრაამს ეკადაგა სტუმრისათვის. ეკადაგა რას ნიშნავს? რომ დაждდებოდაო საჭმელად, ხო? აბრაამი რაღაც გამოიკითხავდა, საიდან მოდიხარ, სად მიდიხარ, ასე შემდგომ და ბოლოს ლაპარაკს მიიყვანდა იქამდე, რომ ღმერთამდე ჩამოაგდებდა ლაპარაკს, ვინ არის შენი ღმერთი და ვინ არის ჩემი ღმერთი. აბრაამი საკუთარ ღმერთს უკადაგებდა ყველა მოსულს, ანუ რაღაცნაირად ეს არის სადგური, ეს არის წიაღი, სადაც ეკლესია იწყებს დაბოწმებას ჭეშმარიტი ღმერთისა და წარმართების მოზიდვას აი ამ ჭეშმარიტი ღმერთისაგან. მეგობრებო, აი აქ აბრაამი, როდესაც გაიქცევა და დაუძახებს ამ სტუმრებს და თავისთან შემოიპატიჟებს, კიდევ გრძელდება, ეს თხრობა კი არ ჩერდება. აი ეს გაუგებრობა რა, გაუგებრობაც უკვე დაგვანახა წმინდა წერილმა, აგრძელებს ამ გაუგებრობის გადმოცემას. გაიქცევა და თვითონ გამოარჩევს საღხბოს იმიდან, რა ქვია, თავის იმიდან, რა ქვია, ქონებიდან. ანუ ხო შეუძლია ახლა მაინც დაავალოს მსახურს, ხბო გამომირჩიე. მაგრამ მსახური რას ეზავს, იცით? მსახური საღხბოს კი არ გამოარჩევს. მსახური ან ხელში რაც მოხდება იმას გამოარჩევს, ან და ყოველ შემთხვევაში რაც კარგია იმას აბრაამს დაუტოვებს. და შემდგომ სტუმარი როწავა ბატონის წინაშე თავს მოიწონებს, რომ კარგი რაც იყო შენ დაგიტოვე და რაც ნაკლებად ის იყო ის სხვისთვის იმას ავქენი. იცის აბრაამა, რომ ესეც შეიძლება მოხდეს. ნახეთ რა არის ყველაზე საინტერესო. აი ამ ტრაპეზს, რომელ ტრაპეზსაც ახლა შლის აბრაამი. ამ კონკრეტულ მომენტში კი არა, ზოგადად სტუმარს უშლის აბრაამი ტრაპეზს. ეს ტრაპეზი რითი უნდა იყოს წარმოქმნილი. არა იმით, რომ სუფრა გაეშალა, არამედ იმით, რომ მსახურებაა დაწყებული. ეს სუფრა არის არა კვების და დადაყრების საშუალება, არამედ ეს სუფრა არის მსახურების დაწყების საშუალება. აბრაამი მსახურობს და როდესაც თხრობა გრძელდება, უფრო დიდ აზრთან მივდივართ. აბრაამი თავის ცოლს, სარას, ამ საოცრებას გასახებს, დააცხოს ხმიადები და მოემზადოს ამ მსახურებისათვის. სარას რატო? სარას ნაკლები მხევლები ყავს. სარას უმარტივად შეუძლია ბრძანება გაზეს, დარეჭადებო გასასხულებ ბრძანებას, იმისა ქვია, თავის მსახურებისათვის და იქ რა ქვია, თუ დაატრიალებს და იმას რა ქვია, დასიცხავს თავის მსახურებს, ხო? სარას შეუძლია თავისუფლად იგივე გააკეთოს. გასცეს ბრძანება და მსახურები დატრიალდებიან ასიზავენ. არა, ის მსახურება, რომელიც მსახურებას ამ ტრაპეზთან მიმართება, ჩემი ეს, ჩემს მაგერად ვერავინ მსახურებს. ამიტომ აქედან ძალიან საინტერესო აზრი მოდის მეგობრებო. ზოგადად ჩვენთან იმ ღირებულებებში, რომელ ღირებულებებსაც ჩვენი ერთობა ეკუთვნოდა, სტუმარი ყოველთვის გაგებული იყო არა სმაჭამის დაწყების, ქეიფისა და მოლხენის დაწყების საშუალება, არამედ სტუმრის მიღება იყო გააზრებული როგორც ღვთისმსახურების კიდევ ერთი საშუალება. აი ღვთისმსახურებაში უკვე ხენა იყო. ღვთისმსახურებაში უკვე რა ქვია, მხიარულება იყო. ეს საკითხი სხვა მხარია, მაგრამ ეს არ იყო, თქვა რომ მოდი ბიჭო ერთი პური ვჭამოთ და მოდი ერთი ვიქეიფოთ, ხო? არა, სტუმარი მოდის არა იმიტომ რომ ვიქეიფო, მასთან არის სტუმარი მოდის იმიტომ რომ მე მსახურება დავიწყო. ღვთისმსახურება წარმოვადგინო, ანუ დავადასტურო ჩემი სტუმართმოყვარეობით დავადასტურო ღმერთი, რომელი ღმერთი ჩემო ჯახშია. ის ღმერთი სტუმრის მოყვარეა, უცხოთ მოყვარეა, სხვისი მოყვარეა და ეს ძალიან ღრმა აზრდებს. როდესაც აბრაამის ღმერთზე ვსაუბრობთ, ჩვენ აი აქ მივდივართ. კი, ეს ღმერთი არის ელშადაი, ეს ღმერთი არის ღმერთი ყოვლადწლიერი, მაგრამ აბრაამი ამ ყოვლადწლიერ ღმერთში ხედავს რაღაცა ისეთს, რომელსაც ძველი აღთქმის თეოლოგია ვერ მიჩნდა, რომ ღმერთი არა მარტო ძლიერია, არამედ არის ის, ვისაც სხვაც უყვარს ყოველ შემთხვევაში ავალებს, ავალდებულებს თავის მიმდევარს, უყვარდეს სხვა, აუცილებლად უნდა უყვარდეს სხვა და ეს ურთიერთობა აქვს აბრაამს თავის ღმერთთან, ეს ურთიერთობა აქვს აბრაამს ყველა თავის გვერდით მყოფელთან. სარა, რომელიც ხმიადებს დააცხობს და სარა, რომელიც აი ეს სუფრა გაიშალა, აი მე ძალიან საინტერესო რამე მინდა გითხრათ, რომელიც ქართულმა იკონოგრაფია, ქართულმა ხასოსო, ეს არსად არ დავით გარეჩიას დაფიქსირებული, რასაც მეთქონდა.
არსად არ არის ვერავინ ვერ გააკეთა ეს ჩვენთან გაკეთდა ეს და ეს ვიღაცა იმ სულ კურთხეულმა და იმ საოცარმა მოახერხა ეს და გეტყვით აი ახლა რას აი სუფრა როდესაც გაიშლება ხო აი ამ სუფრასთან რა ხდება ჯერ კიდევ აი ეს გაუცებათა მთელი წკრივი თითქოს და ვერ ჩერდება წმინდა წერილის ავტორი და კიდევ ერთ სასწაულს გუწევს სუფრა გაიშალა ხო და ყველაფერი მზად არის და ახლა ხო შეიძლება არა აბრაამი ახლაც არ ჟდება სუფრასთან მსახური მტკება უკან სარა კანიდან არ გამოდის ხო შეიძლება შენ მასპინძელი ხარ არა საქმეც ესა ეს სუფრა ის კი არ არის რომ მეც ვჭამო და მეც არა ეს არის სუფრა რომელიც აუცილებელია ისთვის მსახურებისთვის ვარ მე ეს გაშლილი და არა მოსალხენად მერიკი ვალბათ და ნახეთ რა არის საინტერესო აი ამ სუფრას როცა ტრაპეზი დაიწყება აი ეს სტუმარი კითხულობს აბრამს ეუბნება სად არის შენი ცოლი სარა მეგობრებო აი ეს ადგილი სად არის შენი ცოლი სარა უკვე ჩვენ გვაგულვებინებს რომ რაღაცა ხდება ისეთი ჩვენ ახლა კი ვიცით რომ ეს გამოცხადება მაგრამ მე უკვე გვაგულვებინებს რომ ეს გამოცხადება არა იმდენად აბრაამისთვის არამედ ვისთვის არის ეს სტუმარი ვისთან არის მოსული სარასთან არის ეს სტუმარი მოსული ჩვენ ნახავთ ამას ახლა ყოველ შემთხვევაში აი აქ სად არის შენი ცოლის სარა როდესაც ნათქვამია აბრაამი უნდა დაფიქრდეს რა იცის ამის სტუმარმა ვიღაცა უცხომ ამის ცოლს აქვს მაგრამ შესაძლებელია ამ ფოსპულში გასახა აბრაამმა სტუმარმა გაიგო ცოლის სახელი და კარავშია სარა იქ არის სარა და ეს სტუმარი ედროს რომ გაის ამ დროს მოვალ და სარას შვილი შეეძინება რა გაიგო ახალი აბრაამი ჩვენ ვთქვით რომ გამოცხადებაში რაღაც ახალი უნდა იყოს აუცილებლად არაფერი ყველაფერი იცის აბრაამმა სარას შვილი შეეძინება და გაის მოხდება ეს ყველაფერი აბრაამს ეს გამოცხადებაში აქვს ვინ არის ეს ვისთვის არის ეს სარასთვის არის ეს აუცილებლად და ეგზეგეტიკაში ჩვენ წმინდა მამათა აზრში გვაქვს სწორედ აი ეს რომ მანამდე არ გაღასულა ღმერთმა თავისი აი ეს საქმე სანამ სარაც ღირსი არ ყო სარაც ღირსი არ ყო იმ სიხარულისა და იმ გამოცხადებისა რომელი გამოცხადებაც აბრაამმა მიიღო ახლა სარას გულიც უნდა გამხიებოდეს ისააკობა სარას გულშიც უნდა მოხდეს საოცარი ქალბატონია ეს საოცრებასთან აქვს საქმე და იმიტომ აი ამ ადგილას სწორედ როდესაც აი ამას იტყვის ეს სტუმარი აბრაამს გაახსენდა რომ აბრაამმა ეს ყველაფერი იცის გამოცხადებით და აი აქ დაინტერესდა აი ამ ადგილას დაინტერესდა ვინ არის ეს ვიღაცის გზავნი რომელიც ზუსტად იმას მეუბნება რაც მე უკვე გამოცხადებაში მქონდა და სწორედ აი აქ ამ ადგილას წმინდა წერილში ეწერია რომ სანამ გაიჩინა თავის გულში ეს იგივეა რაც აბრაამს მოვიდა მაგრამ განსხვავება აბრაამსა და სარას შორის არის ერთი რა აი აქ უკვე შენიშნაა ნათქვამი გზავნი ამბობს რადგან იცინდა აბრაამი საერთოდ სარა გულსაში ნათვისა და აი აქ აბრაამი დაადასტურებს თუ კი გულში ნადები იცის გზავნმა გამოცხადა აი ახლა უკვე იცის რომ გამოცხადებასთან აქვს აქ ამ ადგილას კი ნამდვილად სარა ძალიან ცოცხალი იცით წმინდა წერილი არ გამიცინია უთოს და სტუმარი არა გაიცი შეუძლებელი ღვთის კაცთაგან შესაძლებელია ღვთის სამი გვახსოვს ჩვენ ეს იყო ხო საინტერესო რა არის იცით სარამ გაიგო ამბავი რის შესახებ ამბავი შვილი ეყოლება სარას ცხოვრება გაისააკდება ისე როგორც აბრაამისა გამხიარულდებიან და ნახეთ სცენა როგორია სცენა აქ თავდება მორჩა გამოცხადება სარასთან ეჭირდებოდა მეტი ახლა ამის შემდეგ რაც იქნება ის სარას არის აბრაამს ეხება სარასთან აქ მორჩა გამოცხადება აი ეს ტრაპეზი ჩვენ ვიცით ყველა ვიცით ხომ სამი ანგელოზის სახით წარმოდგენილია როგორც გამოცხადება იმასთან მაგრამ იკონოგრაფიას დააკვირდით როგორ აგვაქვს იკონოგრაფიაში რომ სამი ანგელოზი როზის აბრაამი და სარაც არის წარმოდგენილი, ხო? ხანდახან მარტო აბრაამი, ხანდახან არც ერთი, მაგრამ თუ კი ვინმეა წარმოდგენილი აბრაამი და სარა, ყველგან ასია დახატული. აი ჩვენ გვაქვს ერთი ფრესკა, ჩვენ გვაქვს ერთი საოცარი ფრესკა. სადაც სამი ანგელოზი ზის, წინ დგას მოხუცი კაცი და ახალგაზრდა ბიჭი დგას. ანუ მოხუცი კაცი აბრაამი და მეორე ვინ უნდა იყოს, სარა უნდა იყოს, მეტი სცენა ბიბლიაში არ გვაქვს, მეტი არავინ არ აჩვენს. ეს ახალგაზრდა ბიჭი ვინ არის? საერთოდ საოცარი და რატო დაიხატა ისააკი ჯეროშობილი გაბედა რაღაცა აზრით იმ სულ კურთხეულმა აი აქ ისააკი აქ სარა უნდა იხატებოდეს ტრადიცია სარას დახატვისა ისააკი არავის არ დაუხატავს ამიტომაც ვინმე თუ ხელი მოკიდა ამ ფრესკის გარჩევაზე ხან მელქისედეკი იგულისხმეს ამაში ხან სემი იგულისხმეს ამ ჭაბუკში ხან ვიღაცა მეფე იგულისხმეს ეს რომ ისააკი რატომ არის ჩვენ ცოტა მოგვიანებით ნახავთ ეს ტრაპეზი სინამდვილეში აქ არჩება ეს აქი არ ალაგდა ეს ტრაპეზი ისააკი შეგნებულად დახატა იმ სულ კურთხეულმა ცოტა ხანში ეს ტრაპეზი სად გაიშლება
ეს ტრაპეზი გაიშლება მორიას მთაზე, სადაც ისააკს დააწვეს. ეს სუფრა გაშლილია ისააკის დასაწყისად. საკურთხეველზე გაგრძელდება. იქ გაგრძელდება ეს მსახურება, რა მსახურებას აქ დაიწყო აბრაამმა. იქ უნდა ახსოვდეს და იქ რანაირად უნდა ახსოვდეს. აი ეს ყველაფერი აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ისააკი უნდა დაწვეს, აი ისააკის მსახურება უნდა დაიწყოს, აი ამ წინას რა ქვია, ოდას ისააკი კი უნდა დაიკნას, ისააკმა რაღაცა უფრო მეტი უნდა გვანიშნოს, ვიდრე იმისი უშუალო დაკლა ხდება ამ საკურთხეველზე. რა არის ეს უფრო მეტი? ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ იქ დავითგარეჯი სატრაპეზოში ამას რო ხატა და აი ამ სუფრას უკავშირებ ისააკის საკურთხეველს, რომელიც აღმართა აბრაამმა, რაღაც ძალიან დიდი იქა, ძალიან ღრმა იცი რაღაცა. და ამას სატრაპეზოში რო ხატა საკურთხეველში და იქნებოდა საკურთხეველი, ხო? რა საოცრება იყო, რაღაცა ძალიან ღრმა წნომა, ძალიან ღრმა გააზრება იყო, ესა ქვია წმინდა წერილისა და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენთან ეს ძალიან ბუნებრივად ხდებოდა. ახლა მე შეგნებულად შევწყვეტ თხრობას, თავი არ დასრულებულა, ამ თავში მიგრძელდება თხრობა იმასა სოდომის დაქცევა, აი ამ თავიდან იწყება, მაგრამ უბრალოდ თემატურად გადავდივარ სხვა იმაზე და გავჩერდი მირჩენია, შემდეგი ჩვენი შეხვედრა დაეთმობა ესე იგი სოდომის დაქცევას, აბრაამის გერარში მისვლას და თუ დავჭათ რო და თუ საშუალება გვექნა ალბათ ისააკის ქორწინებას, ალბათ ნახოთ აი წინ და წინ ვიკეთებთ. მადლობა, ჩვენ კითხვა ვიტყვა. არა, პროვოკაცია დავიწყოთ. Poți să კითხვა. ესა ტელეფონი მამამ მიგავთ ხო? დიახ. სამება გამოიცხადა არა, სამი ანგელოზი გამოიცხადა, რომელიც სამების სიმბოლოს ვირთულობს, სამება გამოიცხადა ასე ნოამბობთ. სამება გამოგვეცხადა ნათლისღების დღესასწაულს აეწოდება საეკლესიო ენაზე. განცხადების დღესასწაულს თავის გამოცხადება მოხდა სამების იქ. ძე იორდანეში იდგა, მამა სიტყვით წამდა, ხოლო სულიწმინდა წედის სახით გარდამოვიდა. სამება გამოეცხადა ასე ნოამბობთ. სამი ანგელოზის სიმბოლოში ჩვენ ვდებთ გამოცხადებას. თუ გვინდა უფალი და ორი მსახური ანგელოზი, ან და ყოვლადწმინდა სამების სიმბოლოს წავით. ყველა გამოცხადება სამებისა. ყველა გამოცხადებაში მამა ძის მიერ სულიწმინდაში ეცხადება. ყველა გამოცხადებაში. უბრალოდ ბოდიში საქმეც ეს არის, ხო? ღმერთი არის სამხიპოსტასოვანი. ვერ ვიტყვით რაღაცა მომენტში მამა ეცხადება და ძე და სულიწმინდა არ თანამოქმედებს. გამორიცხული ასეთი რამე არ არსებობს. ადამიანი გარდაცვალების მერე, ანუ სიკვდილში გადადის ვის შეხება. ახალგორს აბრამის გამოცხადებიდან რეაგირება. ასე ვის შეხება, ანუ ღმერთთან პირისპირ წარდგომის შესახებ. თავის თავაცხადია ძეში მამა ძის მიერ სულიწმინდაში მამის წინაშე იქნება წარდგომა. ანუ განჟის ძე ანუ ყველა მთელი ის მისა, ხო? მთელი ის მჟავრი მისა ძესას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ აი ამ განკაცებულმა ღმერთმა, ხო? განკაცებულმა ღმერთმა, რომელიც იესო ნაზარეველია და რომელიც ჯვარს ეწოდა, რომელიც მოკვდა და აღდგა, ხო? მთელი კაცობრიობა, ბუნება, ხო? ადამიანური ბუნება მიიღო, ჰიპოსტას ხო მიიღო, ხო? აი ამ ბუნებაში მთელი კაცობრიობა შემოიკრება, ხო? აი შესაბამისად, აი ამის წინაშე მოხდება ეს განჯათორი. სამართალი, სასწაული, წყალობა, მამისარი ძის მიერ სულიწმინდაში. სამივე სია. ადამიანი გადასულების მერე ღვთის წინაშე. ღვთის უბრალოდ ჩვენ ვინც მე მიხილა, ხო? მამასთან არის მაცხოვარი ამბობს, ხო? მამა იხილა, ხო? რატო? იმიტომ რომ მამა ჩემშენ და მე მამაში ვარ. ანუ ჩვენ ღმერთთან, ანუ ღმერთმა ჩვენ გვიშვილა თავისი ძის, იესო ქრისტეს მიერ. და თავისი ძის, იესო ქრისტეს მიერ გვაქვს ჩვენი ურთიერთობა მამასთან. ანუ ძეში გვაქვს ჩვენ ეს ისა გესმით, აი სამება ძალიან რთული მომენტია სამისოთ აღსაქმელად. მე როდესაც ძესთან ურთიერთობ და ძის მიმართ ლოცულობ, ხო? ეს ანიშნავს, რომ დანარჩენი ორი ჰიპოსტასი ჩემთვის არის გონება მიუქცეველი და დანარჩენი ორი ჰიპოსტასი ამ შემთხვევაში არ ერთვება ამაში. ყოველთვის ღმერთს ვამბობ, იგულისხმება მამა ძის მიერ სულიწმინდაში. აი ეს ოქროს ფორმულა უნდა დავიმახსოვროთ აუცილებლად. სხვა განმარტება ამას არ აქვს. ყველა გამოცხადება ხდება ყოვლადწმინდა სამებისა, მაგრამ ყოვლადწმინდა სამებაში აი ძის ჰიპოსტასი არის, რომელსაც აქვს თავის სულის ძის ჰიპოსტასი არის, რომლის მიერაც ხდება ურთიერთობა სულიწმინდაში. რა ვიცი, მეც ვერ ხსნი ნამდვილად რა. ას ჩამატება აბრაამის სახელში ამ დროს. ჩვენთან არის, აი იქ არის
ებრაულში არის აი ხუთიანით აიმაშობა ხუთიანი ციფრი აქვს. ხო და ანუ ას ჩამატება ნიშნავს მრავალშვილიანობას. აბრამი ხდება. თუ მრავალთა ერთა. მრავალთა მამობას. მრავალთა მამობას. ანუ მაღალი მამა იყო, ანუ ისა დიდი მამა და ახლა არის მრავალთა მამა. და სარაისდან ის მოშორება და სარას დატოვება. მებრძოლია წინაში და ქალბატონია შემდგომში. ანუ ეს ქალბატონი რატომ ნუმერები ნახავთ ხო მართლა ზე შეეძინება და მეცინა ლექციები გამოვტოვე ორი და აგარის ბედი ამ ეტაპზე საერთოდ გამქრალია როგორც ასეთი. გამოჩნდება ცოტა ხანში. შემდეგ თხრობაში გამოჩნდება. თუმცა მანამდეც გამოჩნდა. მანამდე გამოჩნდა როგორც საის მანამდე. ხო, ისმელი გააჩნდა და რაღაცა შესავალებით იყო ის შეუსაბაბობა და ის შეუთანხმებლობა რაც შეიძლება უნივერსიტეტთან ერთად არსებობდეს, ანუ რაღაც ჩვენ ამას მე დავუკვირდებით, რომ ხევლისაგან შობილი და აზნაურისაგან შობილი პავლე მოციქული რასაც მიუთითებს, რომ აბრაამ გააკეთებს ამას. აი, ჩვენთვის დიდი აღმოჩენაა დღევანდელ ლექციაში, რომ ეს არ არის სამება, არ არის არანგელოზები, სიმბოლო არის, კი, სიმბოლოში ჩავსვათ, კი ბატონო. მაგრამ ეგზეგეტიკის ნაწილი ამბობს, რომ იმ სამში ერთი მაცხოვარი და ორი მსახური ანგელოზი. ანუ სხვა ეგზეგეტიკა ქრისტიანებს არ გვაქვს. ანუ ანეს. ანუ სამი ყოვლადწმინდა სამება, ან მაცხოვარი და ორი მსახური ანგელოზი. რომელი დომინირებს? არა, ანუ ერთი ანტიოქიურია, მეორე აი ვერ იმასაკს. ხო, ვერ იმასისა, რა. ანუ და არის ახლა ფულსფილად გონები, როდესაც აი ანდრია რუბლოვის, ღირსი ანდრია რუბლოვის სამების ხატს უყურებ, ხო? აქ უნდა თქვა, რომ ეს არის ყოვლადწმინდა სამების ხატი. თორე ეს სიმბოლოები აქვს ჩადებული, მოჩა და გათავდა, ხო? მაგრამ როდესაც სიტყვაზე ვთქვათ, ანუ სამი ანგელოზი, როგორც ტრაპეზთან გამოისახება, ყველგან ყოვლადწმინდა სამების ხატად არის აღდგენილი. და მეორე გაცინებაც ესეც აღმოჩენაა ჩემთვის. მე ეგ დამცინებელი გაცინება მეგონა და ეგეც არ არის. სარას გაცინებაც არის ღვთისმოშიში. არა, მე შეცდოთ ხო არ სარას გაცინება, ეს არის ნაკლებ მორწმუნეობის. მაგის თქმა. კი, შეიძლება. ой, მე უკაცრავად თუ კარგად ვერქვი მაპატიეთ, ეს გაია კითხვა რომ დაესო თუ რაღაც გაუგებრო თქვი. მეორე სარას გაცინება. მე 19 წლის ვარ ხო, არა, სარას გაცინება. და სარას გაცინება ეს ბოლომდე არის ნაკლებ მორწმუნეობის რა. კი, ეს ცალსახად. და არის ჯერ. ხო, მაგრამ არა არისჯება იმდენად რამდენადაც როგორ არის ეს თორსები ამბროს მედიონელი ამბობს. ეს იყო იმ ადამიანური სისუსტის გამოვლინება, რომელსაც სარა ვერანაირად ვერ გადააბიჭებდა. ხო, მაგრამ ადამიანური სისუსტისთვის მუნჯდება ხო გადამწერი. სეპტუაგინტაში და ელოდება კი, ხო? კი, როგორ არის იცი ეს რა ქვია, აი სარა მასარეპატიო. სარა მაინც სხვა არის. მე ნახავთ რომ სარა რა არის. სხვათა შორის სარა არის ერთადერთი ქალი წმინდა წერილში. ერთადერთი ქალი, რომელიც გარდაცვალების ასაკი ვიცით. აი არც ერთის არ ვიცით რა. აი ყურადღებას და სარა ესეთი განსაკუთრებულობაა, რომ აი მოსას ხო შეძლო არ მე. და რანჯის პრესკაც მაგიტო ხო არ არის მასეთი, რომ სარას ნიშნულობა არის ისაკი. როგორ? სარას ნიშნულობა არის ისაკი. და ამიტომ ისაკი იხატება. ვერ გეტყვი, ასე ამ კუთხით არ მიფიქრია. მე უბრალოდ ძალიან საინტერესო რომ აი ეს აბრაამა ვის წინაშე მსახურებს, ხო? მსახურებს გამოცხადებას, ხო? ამ გამოცხადებას ისააკთან ერთად მსახურობს მამათა მონასტერზე, ხო? მამათა მონასტერზე. ესე იგი სული ხო, მაგრამ ეს მამარეობა. ხო, გასაგებია, მაგრამ ეგ მონასტერში კი გასაგებია, ეგეც ეგ დეტალიც არის, მაგრამ ამიტომ აქ უფრო ესაზრე უნდა იდოს, რომ ეს ტრაპეზი აბრაამა და ისააკმა გააგრძელა მორიას მთაზე. ესაა დანახული, ეს არის ძალიან ღრმა ხედვა რა აი ამ ტრაპეზზე. შეიძლება არ არის. არა, ეს თვითონ ეს გამბედაობა, რომ ახალგაზრდა ჭაბუკი, ანუ სარა კი არ დაეხატათ, ისააკი დაეხატათ, ну ეს ჯერ დაპოვნი არ არის ყოველ შემთხვევაში რა. მარტო ჩვენთან არის საოცრება. არის კი ბოდიში მომდენ კითხვებისთვის, მაგრამ მე ეს არ ვიცოდი, მეგონა როგორც ყოველ გონია რაღაცა ეს არის კი ეგზეგეტიკაში სადმე წმინდა მამობრივი განმარტება, რომელიც ცალსახად უჭერს ხარს იმ იდეას, რომ აბრაამმა იცოდა რომ უფალს ეგებებოდა.
ეგეთი რამე არ არის. თავი კი არა, რამდენიმე სააქვს როგორ არა კაცო, რამდენიმე სააქვს, როგორ არა რომ აქაც სხვადასხვა მაგრამ ეს არ არის ცალსახე ეკლესიის. არა, მაგრამ ძალიან ცოტანი არიან ეს. მაქსიმალურად ხო, აი როგორ მეტი ამბობს რომ ხო, კერძო აზრია ესმის, აი მაგალითად როგორც ირინეუს ლეონელს აქვს ერთი ირინეუს ლეონელი მახსენდება, რომელიც აბრაამის გაცინებაშიც მცირედ მოწმუნეობას ხედავს. აი ყველა ამბობს რომ ეს აიყო მცირედ მოწმუნეობა, მაგრამ ერთი ამბობს რომ იყო. აი ამდენად მცირეა და ამდენად უმნიშვნელო რა. ანუ ჩვენ ხო ასეთ მე მაინც რას ვაკეთებ, იცი, თავისთავად ცოტა ცოტა რთულია, როდესაც თქვა ქრისტიანულ ეგზეგეტიკას საუბრობ, შენი აზრი მასაკრა აფიშირება გააკეთო, მაგრამ მე მაინც ასე ვაკეთებ აქცენტს, აი პავლე 60 ქულო მოძღვრებელს იქიდან მოვდივარ, გესმის, აი პავლე ამბობდა თვითონ ამბავს ამას რომ აბრაამ არ იცოდა. და ჩემთვის ეს ძალიან ეგზეგეტიკა, ანუ განმარტება ნიშნავს აზრთა სხვადასხვაობას უშვებს. როგორ არა, თავისთავად მაგრამ თუ მაინდა გინდა მოციქულებთან მიიღო. აი არასდროს ქრისტიანული აზრი არასდროს თვინიერ დოგმატური მსჯელობისა და თვინიერ დოგმატის მიღმა რაც არის, ანუ გამოცხადებითი ჭეშმარიტების დადასტურების მიღმა რაც არის. ხო? ისა რა ქვია, არასდროს არ ყოფილა ან აზრის დევნელიან და მუქარით რომ შესხვა, აი უბრალოდ ქრისტიანული ლიტერატურა აღარ იარსებოდა. გამორიცხულია. მე მეცაც გეტყვით, თავის დროზე ვთქვი და კიდე ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. ბიბლიაში რო წერია რომ ძენი ღვთისანი შედიოდნენ ადამიანის ასულებთან. აი მეგობრებო, აი ბართმადიდებული ცაკაბადონის მოკაშკაში ვარსკვლავებს აქვს, აი ფეხი წამოკრული და რაღაცა ისეთი ეგზეგეტიკა დაწერილი ამასთან დაკავშირებით, რომელიც აი იმის საქმეა კაბალური მისტიკაზე შორს ვერ მიდის რა. აი პირდაპირ გეუბნებით ამას, რა. მე მოგვიანო ნიკელმა მამებმა უკვე ეს ყველაფერი იმას აქნეს შემოსეს ქრისტიანულ იმაში და ეს მოგწეს თორე მანამდე ნუ საოცრებებს ნუ აი როგორ შეიძლება მათთან დაკავშირებით აზრი მაინც დაუშვათ წმინდა წერილში ცურავდა როგორ თევზის ზღვაშია ხო მაინც ეგეთი რაღაცა ანუ ამისგან ვერ იქნება ვერავინ დაზღული და არასდროს ეკლესია ამას არ დაძდევდა და ამას არ დევნიდა და ახლა დღეს არის ხო თუ რაღაცა შენი აზრი თქვი თუ რაღაცა შენი აზრი ახლა შენი აზრი იმას უნდა ეფუძნებოდა შენ ახირებას მაგრამ თუ შენი ანალიზი გააკეთე ხო შეიძლება შეგჭამო თუ რაღაცა ციტატა არ მოიწარე და თუ რაღაცა არ იმასაკე ასეთი დაკაბალებული და ასეთი შებოჭილი ეკლესია არასდროს არ ყოფილა კაცო როგორ შეიძლება თვალების ბრიალით რო გიყურებენ და შენ აბა ამას მამა რომელიც მინდა მამა ამობდა თუ ზუსტად ამას არ ამობდა ამ აზრზე იდგა აი ეს აზრი მოდიოდა თავისთავად ხადია აი ხა სწავლობდით ჩვენ პროფესორთან მე-19 საუკუნეში აგერა იყო ორი დიდი წმინდა მამის ეგნატე გრანჩანინოვის და ფეოფან ზატორნიკის კამათი ისეთ ფუნდამენტალურ რაღაცაზე რაც არის სულს დუშა აქვს თუ არა წელესნეს ანუ სხეულებრივი თვისებები და ნივთიერი თვისებები და ერთი ამბობდა რომ არა და ეგნატე მგონი ამბობდა რომ კი სამშვილდელზეა ხო საუბარი. ონკაია წილესნეს ხო? ანუ ნატიფეს ეს და ორივე წმინდანია დასჩენ თავის აზრზე დიდი პოლემიკა აქვს. კი ვიცი. მიმოწერა აქვს და ორივე წმინდანია. თავისთავად ცალკე. ანუ ეკლესია რას ამბობს ამ შემთხვევაში რომ ეს შენ ესე თვლი დოგმის გარეს დარგადიხარ ესმის თითქოს აი დოგმას არ ეხება შენ წარმოდგენაში რა წილესნეს თუ სამშვილდელს უნდა გქონდეს ხო? მაგრამ მე ვფიქრობ კონდეს არა სამშვილდელს რაღაც აზრით ხო აი როგორ გითხრა არა დუხი წელა დუშა ი დუ აი საფუში მაინც ისე გო სხეული სული და სამშვილდელს დაკლებათ ამბობთ სამშვილდელს ვაჟი არასდროს არ ამბობთ ხოლმე სულში გულისხმობთ მაინც ხო და ის მინდოდა მე თქვა რომ აი არ ეხება აი დოგმა რა არის ქრისტიანულ ეკლესიას რა დოგმა აქვს ტრიადოლოგიური და დოგმა ქრისტოლოგიური ხო და აქედან გამომდინარე თქვა დოგმა ქალწულის შესახებ დოგმა ეკლესიის მაგრამ ყველაფერი ეს ეფუძნება ტრიადოლოგიას და ქრისტოლოგიას ხო სხვა დოგმა არ არსებობს და არა აქვს არავის უფლება თუ აი ამას ეყრდნობით და ამას უნდა დაეყრდნო ამის მიღმა სიკვდილია ხო ანუ განათლებული მამები ამ ბოდიში არგონისტის ვილუფტს ნაცვლად ხედავთ თავისთავად და ამ ლუფტის შიგნით თავისუფლები არის და გაუნათლებელი თქვა აი ვინ ცენტრალებს გიბრიალებს ისინი ვაფშე ვერ ხედავს იმას რა და ბიჭო
საერთოდ ანუ სულიერ ესმის, გასმის ქრისტიანობის სულიერ ეს, იმიტომ რომ დოგმა არის საზღვარი, რომლის შიგნით შეგიძლია პოლებს მოაზროვნე ხალხს და იკვეთს ეკლესიისგან და ხდება ლიბერალები. ლევან, არ შეიძლება ორი კვირის უკან ხა ბოდიშეს იწერება, მაგრამ თუ საჭირო გაუშვათ კიდევ არანაირი 2 თუ 3 არა, თუ დატომაც თუ 2-3 კვირის უკან ერთი ახალგაზრდა გოგო მოვიდა რა. აი, ვიცი აქედან მიდიოდა სამხატვროში ვიკითხულ. მოვიდა ეს გოგო და პირდაპირ მითხრა მადლობა. და რაზე მეუბნებით მეთქი და შემაშინეს ეკლესიაში. აი პირდაპირ მითხრა რა გოგო. შემაშინეს ეკლესიაში. რითი შეგაშინეს? აღმოჩნდა აი ამით. და მე მადლობა ღმერთსა, გასაგები ახლა გავიგეო და ახლა ვიცი რომ უნდა მივბრუნდები რა. ახლა გავიგეო. არ შეიძლება გესმის, აი ხო არ მინდა ახლა ამაზე გაგრძელება ყველა ვიცი.